Маш სალამ მშვიდობისა ყველას, კეთილი დაბრუნება პარაბელუნზე, დევსულთ, ღმერთი ასე სურს, ეს ლაივი პირდაპირ ღმერთს უნდა. დავიწყოთ პრეზიდენტით. დიდი დაბრუნება ამედეო მადალუნო. სალამ მშვიდობისა ყველას. და მე მაშინ შინე მაქვს შენთვის კითხვა. პაპს რამდენი დივიზია ჰყავს? მას ძალიან ბევრი ხავს, მართლა ბევრი ხავს, იმიტომ რომ თუ ერთი დივიზია, კარ დივიზია, კარგით ვის დასასრული. თუ ერთი დივიზია არის დაახლოებით 30,000 კაცი, აირეთ 1 მილიარდი 200 მილიონი ადამიანი, გაკავით 30,000 კაცი და ნახავთ რამდენი დივიზია ხავს პაპს. მას საკმაოდ ბევრი ყავს და ესა ამ საღამოს ერთ-ერთი თემა. მაგრამ მე ამბობენ რომ ეკლესიიდან გამკვეთენ, მე კი საბედნიეროდ ღმერთმადლობა ათეისტი ვარ, ასე რომ კარგად გამოვდივარ ამ სიტუაციიდან. მას სამაქიანობისთვის ჩვენი მსმენელების მიმართ უნდა ვთქვა, რომ კათოლიკე ვარ, პრაქტიკოსი, მაგრამ ამ საღამოს ვეცდებით სულიად ობიექტურები ვიყოთ, რადგან მე და მირკომ გადავწყვიტეთ სერია გავაკეთოთ. რადგან ჩვენ ვამზადეთ გეოპოლიტიკურ ქვეყნის დოსიეებს. გავაკეთეთ მსოფლიოს ყველა რეგიონი, საშუალო ძალები, რეგიონული ძალები, მცირე ძალები, გადავწყვიტეთ დიდი ძალების გაკეთის გაკეთება და დავიწყეთ ჩინეთით. შემდეგ გაგვიჩნდა აზრი, კარგი, ჩინეთის შემდეგ რუსეთი და შეერთებული შტატები, ხო ასე, დიდი გლობალური ძალები. მაგრამ მე ერთი იდეა გამიჩნდა. არის კიდევ ერთი დიდი ძალა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, ვატიკანი. ამიტომ დღეს საღამოს ვატიკანის სახელმწიფოზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე ვისაუბრებთ და კათოლიკურ სამყაროზე ვილაპარაკეთ. უფრო მეტად არა როგორც კათოლიკური ეკლესია, როგორც უბრალოდ რელიგიური ორგანიზაცია, არამედ როგორც კათოლიკური სამყარო, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, ანტონიო სტიკო, რომელიც კრაკოვიდან წერს, მეცყოფილვარიქ, ულამაზესი ეკლესიებია სხვათა შორის და ვისაუბრებთ, ნახე მე თანდათან კიდევ რაღაცებსაც ჩავამატებ მათთვის, ვინც შემოგვიერთება. რადგან დიდი კავშირია ეკლესიას, პაპსა და იმ მოვლენებს შორის, რაც პოლონეთში მოხდა 80-იან წლებში. აბსოლუტურად. ხო და მოდი პირდაპირ თავარ თემაზე გადავიდეთ. სტალინს მიაწერენ ფრაზას, რომელიც ევროპული წესრიგის შესახებ მოლაპარაკებებში გამოითქვა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ვიდაცა მიუთითა მას, რომ რთული იქნებოდა პირდაპირ დაპირისპირება კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი სოციალური გავლენა ჰქონდა, ჩეხოსლოვაკიაში ძირითადად, ბოდიში პოლონეთში და მთლიანად იმ ქვეყნებში, სადაც აღმოსავლეთ ევროპაში კათოლიკური მოსახლეობა უმრავლესობას ან მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდა. სტალინმა სტალინურად უპასუხა ამ შენიშვნას, რამდენი დივიზია ჰყავს პაპს. რა უნდა შემაშინოს. ეხლა თუ გეოპოლიტიკა, როგორც ყოველთვის ვამბობთ, არის ძალაუფლების გამოყენება გეოგრაფიულ სივრცეზე და შესაბამისად ანთროპოგენურ გეოგრაფიაზეც, არა მხოლოდ ფიზიკურზე, როგორც ვამბობდით, პაპს რამდენიმე დივიზიის იმედით შეიძლება ჰქონდეს, გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. მაშინ, თუ გეოპოლიტიკა არის დისციპლინა, რომელიც სწავლობს პოლიტიკურ ძალასა და გეოგრაფიულ სივრცეს შორის ურთიერთობას, მაშინ რელიგიები, განსაკუთრებით ორგანიზებული რელიგიები, გეოპოლიტიკასაც აკეთებენ და თავადაც გეოპოლიტიკის ნაწილია. ისინი ამტკიცებენ საკუთარ სივრცეს და მართავენ ძალაუფლებას, ამოძრავებენ ღირებულებებს, რწმენებს, ადამიანთა შეხედულებებს, ამოძრავებენ ინფორმაციას, პოლიტიკას, ფინანსებს და როგორც ვატიკანის შემთხვევაში ვნახავთ, ამოძრავებენ დაზვერვასაც. ეს სტალინმა უნდა სცოდნოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, გარდა იმისა, რომ ბევრი, მათ შორის გერმანელებიც, რომლებიც გარბოდნენ, გენუიდან გადიოდნენ, ზოგიერთი ეპისკოპოსის შუამდგომლობით, იმ აზრით, რომ მაინც დიდი შემთხვევები იყო. ფაშიზმს ჰქონდა უზარმაზარი კავშირები და შუამდგომლობები, რა თქმა უნდა, კონკორდატით და ასე შემდეგ, ეკლესიასთან, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს უნდა დაკეთდეს პირდაპირ ეთერი. გარდა ამისა, ეკლესია შუამავლობდა უამრავ მოლაპარაკებას ერებს შორის. ისინი სწორედ ის არხი იყვნენ, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დამყარებას. ასევე მოქმედებდნენ ომში მყოფი ქვეყნების საელჩოებიც. ზუსტად.
ასე რომ ისინი ყოველთვის ამ პროცესის არხი იყვნენ, მით უმეტეს იმ დროს ეკლესიას ბევრად მეტი ძალა ჰქონდა. ნაპოლეონიც კი, რომელიც მორწმუნე არ იყო, მაინც უნდოდა რომ პაპს დაეკორწინებინა, უნდოდა შერიგება პაპასთან და ასე შემდეგ, რადგან ესმის რომ ეს მაინც ასარგებლოა კონტროლისთვის. სწორედ ამიტომ ბიჭებო სიმბოლოებს ნიშნულობა აქვს. ადამიანის დიდი დრამა, საბოლოობის შეგრძნება, ხო ასეა. დრამა სწორედ ბერძნული მნიშვნელობით საბოლოობის შეგრძნება. და არავის მოსწონს შეგუება იმ ფაქტთან, რომ უბრალოდ სუნთქავი ცივის გროვა ხარ. ამიტომ ყველანი ვცდილობთ დავსვათ კითხვები მეტაფიზიკურ განზომილებაზეც. ყველანი ცხოვრობთ განზომილებაში, რომელიც სიმბოლურიც არის. დიახ, ეს არის განზომილება, რომელსაც ვინც მეტაფიზიკურ სფეროს მართავს, ის 1000 წლოვანი ტრადიციის ძალით ამ სიმბოლოებსაც მართავს და გავლენის ძალას ფლობს. ეხლა შეხედეთ მსოფლიოს რუკას. აქ სხვადასხვა ფერებით არის აღნიშნული ძირითადი რელიგიები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებობს. როგორც ხედავთ, ქრისტიანობას მნიშვნელოვანი წილი აქვს არა მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, არამედ სამხრეთ ნახევარსფეროშიც. შენ გაქვს ორი კონტინენტი, ამერიკები, რომლებიც ძირითადად ამერიკულია, უმრავლესობა ქრისტიანია. შემდეგ გაქვს აფრიკის დიდი ნაწილი, სამხრეთ ნახევარსფერო და გაქვს ევროპა, რომელიც მოიაზრება ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. და ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი ოკეანეთისაც, პლუს ფილიპინები. ამ ქრისტიანული სამყაროს უმეტესობა კათოლიკეა, კათოლიკური, აპოსტოლური, რომაული, ანუ ეს არის სამყარო, რომელიც აღიარებს კათოლიკური ეკლესიის დოქტრინასა და იერარქიას. ერიტრეა ქრისტიანები მცირე უმრავლესობაში არიან, დიახ, როგორც ეთიოპია. ველაცა გითხულობს, რატო ფილიპინები? ეს ამერიკული ოკუპაციაა? არა, ეს ესპანური ოკუპაციაა. ესპანური და შემდეგ ამერიკული. ესე იგი, სწორედ მან მოიტანა ქრისტიანობა და ვიღაც ამბობს, დიახ, ეთიოპიელები, ეს ადგილები აქვს, კოპტები, ზუსტად. იყო ასევე იტალიელების მიერ კოპტ მღვდლების მასაკრი. ყავს მორგანო, თავისუფალი ადამიანი, რომელიც გვეუბნება, რომ ერიტრეაში მოსახლეობის 52% მუსლიმია. ჯერა რომ სინამდვილეში მართალია, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს პროცენტული მაჩვენებლებია. ეთიოპიაში სიტუაცია ოდნავ საპირისპიროა, იქ მოსახლეობის 52% ქრისტიანია კოპტები და მუსლიმები კი ნაკლებად არიან. ფილიპინები, ესპანეთის ფილიპე მეორე, ადგილობრივი მოსახლეობის კათოლიკიზაცია. შემდეგ გვაქვს ინდოეთი, სადაც უმრავლესობა ინდუისტია, ათეულობით მილიონი ქრისტიანია, მაგრამ ისინი მაინც ზღვაში წვეთია. ინდუისტები, ასევე 100 მილიონზე მეტი მუსლიმი, უმეტესად სუნიტები, გვაქვს დიდი ისლამური ზონა, რომელიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული დიდ შუა აღმოსავლეთში, მაროკოდან ყაზახეთამდე. ამ რეგიონს ამერიკის შეიარაღებული ძალების გეოპოლიტიკურ სკოლებში დიდ შუა აღმოსავლეთს უწოდებენ. შუა აღმოსავლეთში, როგორც ისინი ამბობენ, არის ისლამი, არის ქვიშა, არის ნავთობი. ამიტომ დიდი შუა აღმოსავლეთი, ისლამი ერთ-ერთი დამახასიათებელია ევროპაში მუსლიმური კუნძულებით. შეხედეთ ალბანეთს, რომელიც ქვეყანაა, სადაც მუსლიმანების შედარებითი უმრავლესობაა. ბუდიზმი ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია, ინდოჩინეთში, მნიშვნელოვანი ბუდისტური კუნძულით მონღოლეთში. ჩინეთს აქ რელიგიურად არამიკუთვნებულად უწოდებენ, რადგან ოფიციალურად კომუნისტური რეჟიმია. სინამდვილეში არა. ამაზე კიდევ დავბრუნდებით, ამ საკითხს ცალკე გამიხილავ. ჩინეთში რელიგიურობის აღორძინება, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში სპეციფიკური და სინკრეტული ხასიათი აქვს, ისევე როგორც ჩინეთში. იაპონიაში, კორეებში და თავად ვიეტნამშიც ხალხური რელიგიები, ადგილობრივი რელიგიები, დიდი დაბრუნება, აღმოსავლეთ აზიის სინკრეტიზმისთვის დამახასიათებელი კულტების დიდი აღორძინება. ასე რომ ეს დავიწყოთ პირდაპირ შინტოთი იაპონიაში, რომელსაც გეოპოლიტიკურად სხვებთან ვერ დააკავშირებ. დიახ, მართალია რომ ალბათ ეს რუკა ამბობს რელიგიურებს ან ფორმალურ მორწმუნეებს, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ შესაძლოა არ არის პრაქტიკოსი და ასე შემდეგ.
საინტერესოა, რომ პირველად ჩნდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა ან ესტონეთი, რომლებიც საერთოდ არ მიიჩნევენ თავს რომელიმე რელიგიასთან დაკავშირებულად. ანუ ისინი არ სწამთ. არსებობს რწმენა. ეს ის ქვეყნებია, სადაც ვითხოვდი კი, არა მორწმუნე მოსახლეობა მცირედით სჭარბობს. ეს ქვეყნებია, სადაც დიდი გავლენა იქონია არა იმდენად კომუნისტურმა რეჟიმმა, არამედ კომუნისტურმა რეჟიმმა იმ მოსახლეობაზე, რომელიც უკვე თავისთავად ათეიზმისკენ მიდიოდა. ამიტომ, რადგან ესტონეთში უმრავლესობა ლუთერანია, პროტესტანტულ ქვეყნებში ათეიზაციის ფენომენი არსებობს. და ასევე ჩეხეთის რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უმრავლესობა მორწმუნე კათოლიკეებისა კათოლიკეები არიან, რეალურად რთული ურთიერთობა აქვს კათოლიციზმთან. ამიტომ ეს ორი რეგიონია კონტინენტზე, სადაც უმრავლესობა ევროპელია, ან ყოველ შემთხვევაში შედარებით მეტი ვიდრე სხვაგან. მაშ, რწმენა და რელიგია. რამდენი რელიგიური მიმდინარეობაა მსოფლიოში? ეს ISPI-ის კიდევ ერთი რუკაა, რომელიც გაჩვენებთ კონტინენტების მიხედვით დაყოფას, როგორც ინგლისურად ითქვდნენ, კონტინენტების მიხედვით განაწილებას სხვადასხვა რელიგიის ტიპების. ხედავთ, რომ მუსლიმური სამყაროს ტერიტორია აშკარაა, ეს არის აფრიკა. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც ისლამური კულტურის გავლენის ქვეშაა, აფრიკაში საინტერესო ზრდით და აზიაში არც თუ უმნიშვნელო არსებობით. აზია არის მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონი. მაშინ, როცა ქრისტიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროპული ცივილიზაციისა და ორივე ამერიკის კულტურაზე. ამიტომ ეს აზიისთვისა. ის უფრო მეტად დაყოფილია ასევე ათასწლოვანი კულტურების კუნძულოვანი საკითხების გამო, როგორც ამას გეოგრაფიაც აჩვენებს. ასე რომ იაპონელები ისინი თვითონ განვითარდნენ, ავსტრალიელები კი ყოფილი ინგლისელი პატიმრები არიან, ამიტომ რა თქმა უნდა იქ სწორედ ის რელიგია მიიტანეს. ამიტომ თითქმის ნორმალურია, რომ გავლენის გადატანაც უფრო რთულია. რა თქმა უნდა. ანუ უბრალოდ ეს არის, როგორ თქვა, ეს არის კონტინენტი, რომელსაც ყველაზე დიდი კულტურული სიმდიდრე აქვს, ასევე მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინენტია. ამიტომაც ნორმალურია, რომ იქ მრავლდება რწმენები, ენები და კულტურები. მაშ, გადავიდეთ კიდევ ერთ ეტაპზე, ამ სლაიდიდან დაწყებით. რელიგია არ არის გეოპოლიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას გავლენა აქვს კულტურებზე და ადამიანების ცნობიერებაზე, რადგან რელიგიური ორგანიზაციები ატრიალებენ ფულს და პოლიტიკურ გავლენას ახდენენ. არამედ იმიტომაც, რომ რელიგიური ჯგუფები ან ორგანიზაციები ახერხებენ მთელი სახელმწიფოების კონტროლს. ისინი, ვისაც ჩვეულებრივ თეოკრატიებს უწოდებთ. ეხლა. ამბობენ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი, არა იაპონიის ისლამური რესპუბლიკის, როგორც ვიღაცამ ჩატში ახსენა, ეს სხვა საკითხია. ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს, მაგალითად, თეოკრატიულ რეჟიმად მოიხსენიებენ. ეს სულად სწორად არ არის. თეოკრატია ღმერთის მმართველობაა. ამ მხრივ, დედამიწაზე ერთადერთი თეოკრატია, უბრალოდ ორი თეოკრატია იყო, ნეპალი, სანამ მონარქია რამდენიმე წლის წინ არ დასრულდა, რადგან ნეპალის მეფე ითვლებოდა ბიშნუს განსახიერებად, ანუ ღვთაებად, და იაპონია, სადაც იმპერატორი ითვლება ღვთაებრივი წარმოშობის, შესაბამისად, ღვთაებრივ ფიგურად. მოდით გავაქარწყოთ ლეგენდა, თითქოს იროჰიტომ უარი თქვა თავის ღვთაებრივ წარმოშობაზე. ეს არის ის, რაც ამერიკელებმა თქვეს, არ არსებობს იროჰიტოს სიტყვები, სადაც ამბობს, რომ უარს ამბობს მარადიული მამის ყოფნაზე. ეს არის არასწორი თარგმანი. პორკორა სენტო ვეძებ მემკვიდრეს თუ ვინმე სურს სწორედ ამ პერიოდში, როცა ვსაუბრობ თანამედროვე გეოპოლიტიკაზე. მაგრამ მამაკაცი მემკვიდრე არ გაქვთ, ეს მათთვის პრობლემაა, ტრადიციის გათვალისწინებებით, ისინი ეძებენ სამეფო სახლის მემკვიდრეს. ეს პრობლემა არსებობს მე-19 საუკუნიდან, როცა სალიკური კანონი შემოიღეს. სინამდვილეში იაპონიის იმპერატორების ოჯახს პირველ საუკუნეებში ჰყავდა სულ მცირე 1, 2, 3 ქალი იმპერატორი. თავარია, რომ ისინი იმავე შთამომავლობით ხაზს ეკუთვნოდნენ, რადგან ქალის ხაზით სალიკური კანონის მიხედვით. ზუსტად, ანუ ოჯახი უნდა იყოს ეს, შეიძლება კონდეს ქალის ხაზით, თავარია, რომ ქალი შვილი დაქორწინდეს, მესამე ხარისხის ბიძაშვილზე გვერდითი ხაზიდან, ხო ასე? პესკარადან, როგორც ფანტოცის შემთხვევაში და ხაზი შენარჩუნებულია. თავარია, რომ შენარჩუნდეს მზის ქალღმერთ ამატერასუს შთამომავლობა. სულ ეს არის. მაგრამ სალიკური კანონის კაცრი ფორმა, ანუ მხოლოდ მამაკაცური შთამომავლობა ტახტისთვის, იაპონიაში გვიან შემოვიდა. ეხლა თუ აქ რომელიმე იაპონოლოგია გამისწოროს თუ რამის არასწორად ვამბობ,
ამიტომ ორი თეოკრატია ქვეყნები, სადაც რელიგიურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს აქვს სიტუაციის კონტროლი, ბევრი მუსლიმური ქვეყანა ძლიერ რელიგიურ კვალს ატარებს. და შარია, ანუ ისლამური კანონი არის სამართვის წყარო. საუდის არაბეთს არ აქვს კონსტიტუცია, რადგან მათ ყურანი აქვს მაგალითად. შეიძლება ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ. ისრაელის სახელმწიფოც კი კონსტიტუციაში ამტკიცებს, რომ ეს არის ებრაული სახელმწიფო. ანუ იმ ეთნიკურ რელიგიური ჯგუფის წევრების სახელმწიფო. ყველა იმ დაპირისპირებით, რაც ამას მოჰყვება. ევროპაში კი გვაქვს რელიგიური ორგანიზაცია კათოლიკური ეკლესია, რომელიც სუტრის დონაციიდან მოყოლებული აკონტროლებს ერთ სახელმწიფოს, ერთ ტერიტორიას. თუ ეს არ არის გეოპოლიტიკა, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. საუბარი არ მაქვს იმაზე, როცა ოსმალეთის იმპერიას მართავდა სულთანი, რომელიც ასევე ირქმედა ხალიფის ხილაფას ტიტულს, სუნიტურ ისლამში წინასწარმეტყველის მემკვიდრის ტიტულს, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქმა გააუქმა. როგორც ხედავთ, რელიგიური კვალი არსებობს ბევრ სახელმწიფო ორგანიზაციაში. ზოგჯერ ისეთშიც კი, სადაც ამას არ ელოდები. მომდევნო სლაიდს ხო? იურიდიული მონაცემი ყველაფერს ვერ ასახავს. მაგალითად, იაპონია, ნეპალი, ირანი, ვატიკანი, რომლებზეც ვისაუბრეთ, მე მათ კლეროკრატიებს უწოდებ. ანუ ქვეყნებს, სადაც მმართველობაში მთლიანად ან ნაწილობრივ სასულიერო პირები მონაწილეობენ. მაგრამ სხვათა შორის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი მათგანი რესპუბლიკური ფორმისაა, რადგან ვატიკანი პრაქტიკულად აბსოლუტური მონარქია. ისლამური რესპუბლიკა ირანი არის რესპუბლიკა, რომელსაც აქვს პარლამენტი, კონსტიტუცია, არჩევნები და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ასეთ კონტექსტში საერთოდ არ ელოდები. შვედეთში მეფე აუცილებლად უნდა იყოს პროტესტანტი. შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ოფიციალური სახელმწიფო რელიგია აქვთ, ინგლისი, ანგლიკანიზმი. შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ერთგვარ იტალიაში კათოლიკური ეკლესია, მაგრამ სხვა რელიგიებიც არიან, რომლებსაც აქვთ შეთანხმებები იტალიის რესპუბლიკასთან. ასე რომ არსებობს აღიარების სხვადასხვა დონე. შემდეგ არიან ქვეყნები, რომლებსაც ასეთი რეგულაცია არ აქვთ და ასევე არიან ქვეყნები, რომლებიც როგორც წესი მთრულად არიან განწყობილი რელიგიური ინსტიტუტების მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ ასეა ბოლო კომუნისტური ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, ვიეტნამი, ლაოსი, ჩრდილოეთი კორეა და კუბა, ასევე მთელი რიგი რესპუბლიკები, რომლებიც ინარჩუნებენ იმ ეჭვს რელიგიის მიმართ, რაც ჰქონდა ძველ საბჭოთა სახელმწიფოს. ცენტრალური აზიის სტანები, სადაც მთავრობები როგორც წესი ლაიცისტურია და მათ აშინებთ ისლამური რადიკალიზმი. აი ეს არის მთელი აზია. როგორც ხედავთ, შეიძლება არსებობდეს რელიგიური სახელმწიფო, თუნდაც მას არ ქონდეს კონკრეტული რელიგია. მოვიყვან მაგალითს კინჩენინის კიმების დინასტიის თითქმის ღვთაებრივი წარმოშობა. მათ რელიგია პიროვნული კულტით ჩაანაცვლეს. მაგრამ სინამდვილეში რა არის ეს? ეს არის კონფუციანიზმის წინაპარქა კულტის ფორმა. ათასწლოვანი კულტურები და რელიგიები იმდენად ღრმად არის ფესუგადღმული ადამიანების ცნობიერებაში, სულში, ისტორიაში, რომ მათი აღმოფხვრა ძალიან რთულია. ანუ ამას ვამბობ გარკვეული სიამაყით, როგორც რელიგიური ადამიანი, მეწოდება ისინი, ვინც მე-19 საუკუნეში ამბობდნენ. ბოლო პაპის ნაწლავებით ჩამოვახჩობთ ბოლო მეფეს. მეფეები ყველა მიწავიდნენ მაქსიმუმ ვიღაცა სანდრემოზე მღერის, პაპები კი ისევ არიან. ამიტომ ჯერ კიდევ დროა. სწორად, თუშე. როგორც ხედავთ, დიახ, აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც, შემდეგ ვილაპარაკებთ ჩინეთზე, შემდეგ ვილაპარაკებთ ვიეტნამზე, ასე რომ აქ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა არის სამართლებრივი მდგომარეობა. ცხადია, ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში აკრძალულია სამწუხაროდ, აკრძალულია იყო ათეისტი. ანუ შენ უნდა აირჩიო ერთ-ერთი რელიგია, ერთ-ერთი წიგნის რელიგია, რომელსაც შეგიძლია გარკვეული შეზღუდვებით და მეტი ან ნაკლები ზიანით შენი რელიგიური თავისუფლებისთვის და პროზელიტიზმის აკრძალვით. მაგრამ ვერ იტყვი, მე ვარ ათეისტი. მაგალითად ირანში. იმდენად მართალია ეს, რომ ცოტა ხანში ამაზე ვილაპარაკებთ, მუსლიმურ ქვეყნებში მზარდი ათეიზაცია ფიქსირდება არაოფიციალური გამოკითხვებით. მაგრამ ოფიციალურად ეს აკრძალულია. ვფიქრობ, რესპუბლიკურ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ეგვიპტე, გაითვალისწინეთ,
სხვადასხვა ამ ქვეყნებიდან ბევრს კონსტიტუციით ყავს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკებია, რომელიც აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს. ასადის ოჯახის პრობლემები სირიაში სწორედ ამით იყო გამოწვეული, რადგან ისინი ალავიტები იყვნენ და ბევრი მუსლიმისთვის ალავიტები თითქმის ისლამის ფარგლებს გარეთ ითვლებიან. ხომეინიმ აღიარა ალავიტები როგორც შიიტური დიდი ოჯახის წევრები, ანუ ისლამური ოჯახის წევრები, გარკვეულწილად ეს მათ ლეგიტიმაციას აძლევდა, ამით ლეგიტიმაცია მიეცა სირიის ალავიტურ რეჟიმსაც. ასე რომ თუ ირანში წავალ, მინიმუმ უნდა ვთქვა, რომ პასტა საფარიანი ვარ. არა, ციგნის რელიგიებიდან უნდა ერჩიო ერთი. ბევრ ქვეყანაში რელიგია პირადობის მოწმობაზეა მითითებული. ევროპაში მგონი მხოლოდ საბერძნეთშია ასე, თუმცა იქაც ნელ-ნელა უარს ამბობენ ამ ჩვეულებაზე, რომელიც პირადად მე ევროპისთვის მოძველებულად მიმაჩნია. მუსლიმურ ქვეყნებში უნდა იყო ან მუსლიმი, ან ქრისტიანი, ან ებრაელი, ან ზოროასტრელი, ან კიდევ რამდენიმე სხვა მცირე რელიგიის მიმდევარი, რომლებიც ციგში ყურანშია ნახსენები. აი ეს არის თავარი, ანუ თუ მენიუში არ არის, არ განიხილება. თუ მენიუში არ არის, ვერ შეუგვეთავ. მოდით ნახოთ, ამ შესწავლის შემდეგი სლაიდი, მსოფლიოს მეოთხე დიდ ძალას. ეს პატარა სახელმწიფო რომის შიგნით, ლეონის კედლების შიგნით, რომელსაც ვატიკანის ქალაქი ქვია, წმინდა პეტრეს მოედნით, ბაღებით, მუზეუმებით, აპოსტოლური სასახლეებით, აქ არის ლამაზი რუკა. ამ ძალიან პატარა სახელმწიფოში, ვფიქრობ, სოფლიოში კვადრატულ მეტრზე ხელოვნების ნამუშევრების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა გულისხმობ. და გვერდით არის რამდენიმე მონაცემი კათოლიკურ ეკლესიაზე. ასე რომ სასულიერო პერსონალი შეხედეთ რიცხვებს, რომ გაიგოთ რა მნიშვნელობა აქვთ მათ. უკვე მესმის შეპასუხება, დიახ, ესენი არიან ისინი, ვინც თავს კათოლიკედ აცხადებენ, ან ასე არიან რეგისტრირებულნი, რადგან ნათლულნი არიან. შემდეგ ეკლესიაში შეიძლება საერთოდ არ შევლენ და ასე შემდეგ. ამაზე კიდევ დავბრუნდებით. აითვალისწინეთ, რომ ქრისტიანობაში ერთხელ თუ მოინათლე, უკვე მონათლული ხარ. ანუ ნათლობის გაუქმება ძალიან რთული საქმეა. არსებობს ბიუროკრატიული პროცედურა. მე ამას ვაკეთებ. შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რთულია, დიდხანს გრძელდება. ცედლს არ აქვს სამი უბრალოდ გულწრფელად, თხოვნით და ასე შემდეგ. მე ეს გავაკეთე. ეს ჩემი ნახევრად მეტალჰედობის პერიოდი იყო, ამიტომ ეს ლივორნოს 7 წმინდანის ეკლესიაში გავაკეთე. პასუხს 6 თვის შემდეგ ცემენ. მაგრამ კი, ტექნიკურად შეგიძლია გააკეთო. რატო შეგიძლია? უფრო მეტიც გამოგიგზავნიან, დამკრძალავს, რომელიც ცდილობს დაგარწმუნოს ვარ გააკეთო, მაგრამ მე უკან გაუგზავნე. ტექნიკურად შეიძლება გააკეთო, რთულია, კომპლექსურია, დრო სჭირდება ამ ხრივ. რა არის საზრი? ქრისტიანობისთვის ისითულება ქრისტიანად, არ ვამბობ კათოლიკედ, კათოლიკური ეკლესიის წევრია, ითვლება ქრისტიანად. ვინც მიიღებს იესო ქრისტეს როგორც საკუთარ უფალსა და მაცხოვარს, ვინც მოინათლება და ყურადღება ეკლესიები თვლიან, რომ ნათლობა ძალაშია, ვინც არ უნდა ჩაატაროს, ნებისმიერი მონათლული რომ ჩაატაროს. ან თეორიულად უკიდურესი საჭიროებისა და გადაუდებლობის შემთხვევაში, რაც სასარგებლო აღმოჩნდა სტალინის დროინდელი დევნისას გულაგებში და ასე შემდეგ, ნებისმიერი მონათლული შეუძლია მონათლოს. საჭირო არ არის მღვდელი, ანუ მე, როგორც მონათლული, შემიძლია ვინმე მოუნათლო, თუ ამას თხოვს, ცხლით და მის მობკურებით. და ლუთერანელს შეუძლია მონათლოს კალვინისტი, პენტეკოსტელი, ანუ ნებისმიერი ქრისტიანი შეიძლება იყოს ნათლობის შემსრულებელი. ეს ნათლობა კათოლიკური ეკლესიისთვისაც ძალაშია. თავარია რომ ქრისტიანი იყო. ეს არის სწორედ ის შეთანხმება, რომელიც ყველა ეკლესიას აქვს მიღებული. გაპოფებში 2000 წლის განმავლობაში ეს წაართვეს და გადასცეს რაინდთა ორდენს. რაინდს შეუძლია ცხენი. კარგი, მაგრამ რაინდად დანიშნა, ეხლა როგორც დიდი თაყვანისმცემელი სამეფო კარის თამაშებისა, რაინდად დანიშნა დადმოღებული. ის წმინდება ნათლობისა და კონფირმაციის რიტუალის გადმოღებით. ის შედის იმ ღრმად ქრისტიანულ კულტურულ კონტექსტში, რომელი ნაკლებები არ აღიარებულია. ქრისტიანული ეკლესიების მიერ, მაგალითად ზოგიერთი მცირე ჯგუფის, როგორიცაა იეჰოვას მოწმეები, ნათლობა. იმიტომ რომ იეჰოვას მოწმეებისთვის ქრისტე ღმერთი არ არის. ზოგიერთი თვალსაზრისით ის მხსნელია, მაგრამ არა უფალი. ამიტომ იეჰოვას მოწმეების ნათლობა, ქრისტიანული ნათლობა არ არის. მადლობა. პენტეკოსტალებისა და ევანგელისტების ნათლობა კი ქრისტიანულია.
და ჩვენ კათოლიკეების ნათლობა მათთვის კი ქრისტიანულია. ასე მაინც უნდა იყოს. ეხლა თავშენდეგი სლაიდი. ის საუბრობს რიცხვებზე, ასევე საეკლესიო პერსონალზეც, რომელიც მთელი არმია. ეს არმია იმდენად რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიროვნებასაც კი. ეკლესიის ისტორიაში წმინდა იგნაციო დი ლოიოლამ გამოიგონა რელიგიური ორდენი სამხედრო წოდებებით, რომელსაც ყავს გენერალი. იეზუიტების გენერალს შავ პაპს ეძახიან მისი ძალაუფლების გამო. სინამდვილეში ეკლესიაში ესეთი წესი იყო, რომ იეზუიტი არასდროს უნდა გამხდარიყო პაპი და იეზუიტი პაპი არასასურველად ითვლებოდა. ჩვენ ვიცით, როდის შემოვიდა ეს წესი, წინაჯერზე ნაკლებად ჟრევს, მაგრამ მსგავსია. მაგრამ რატო? ვისთვის? იეზუიტები იყვნენ ქრისტეს ჯარისკაცები, რომლებიც უნდა დაპირისპირებოდნენ ძართ პროტესტანტულ ტალღას და ეკადაგათ ახალი კოლონიებისთვის, რომლებიც ევროპას მთელ მსოფლიოში ექმნებოდა. ეხლა ისინი ბევრნი არიან. არსებობს კათოლიკური ეკლესიის ძალა, მისი ორგანიზაცია, ის ფაქტი, რომ არის სტრუქტურირებული, ასევე პროტესტანტების ძალა. ყოველ შემთხვევაში, არა ისტორიული პროტესტანტული ეკლესიების, რომლებმაც ძალიან რაციონალისტური მიმართულება აიღეს, ახალი პროტესტანტული ეკლესიების, უფრო ქარიზმატული, ევანგელისტური, პენტეკოსტალური და სხვათა ძალა არის მათი სიახლოვე ხალხთან. რაც ზოგჯერ კათოლიკურ სამყაროში უარყოფა უაზრობაა, ალბათ ცოტა ნაკლებადაა, მაგრამ ეკლესიამ თავისი ორგანიზაციული უნარით და დოქტრინალური სიმკაცვით შეძლო 2000 წლის ისტორიის შენარჩუნება და გადალახა მრავალი გამოწვევა. რადგან დღეს ჩვენ ვამბობთ, კარგი არის სამყაროს ათეიზაცია, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას ემუქრება, არის ისლამი, რომელიც გვემუქრება, არა? რამდენი პოლიტიკური პროპაგანდა შენდება ისლამური საფრთხის ირგვლივ, რომელიც ჩემი აზრით ევროპაში არ არსებობს, უბრალოდ არ არსებობს, არც დემოგრაფიულად, ამასაც ვნახავთ. თუმცა ეკლესიის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც მართლა ფიქრობდნენ, რომ კათოლიციზმი გაქრობას აპირებდა ბარბაროსთა შემოსევების დროს. ბარბაროსებთან ერთად, რომლებიც არიან ელი ქრისტიანები იყვნენ შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ქრისტიანობა თითქმის მხოლოდ კაროლინგების იმპერიასა და ბიზანტიაში იყო შემორჩენილი, როდესაც იზრდებოდა ისლამური სამხედრო ძალა კომუნიზმთან ერთად. ამიტომ ეკლესიის ისტორიაში არაერთხელ შეშინებულან, რომ ის შეიძლებოდა გაქრილიყო. ეკლესიამ ყოველთვის შეძლო ამ გამოწვევების დაძლევა და გადალახვა, რაც უბრალო საქმე არ არის. სოფლიოში ასეთი ძველი ინსტიტუციებიდან მხოლოდ იაპონიის დინასტია გვყავს. იმპერატორთა დინასტია, რომელსაც 1400 თუ მინდა 1500 წელი აქვს და ბრიტანეთის მონარქია, რომელიც 1066 წლიდან არსებობს. მეოთხე ყველაზე ხანგრძლივი ინსტიტუცია სან-რემოს ფესტივალია, მე სხვა აღარ მახსენდება, რაც იტალიაში თითქმის რელიგია. ამიტომ ამოიდგინეთ რა გავლენა აქვს ამას ადამიანების კულტურაზე. კრიტიკოსი შეიძლება თქვას, რომ ეს უარყოფითი გავლენაა. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, საუკუნეების განმავლობაში, შუა საუკუნეების ისტორიის ყველაზე რთულ ნაწილში, იმ საუკუნეებში, სადაც ძალიან ცოტა წერილობითი წყარო გვაქვს, მე-7 და მე-8 საუკუნეებში არ მინდა რამე გამოვიგონო. ზოგადად თუ შევხედავთ, ვინც კლასიკური კულტურა მონასტრებში შეინახა, ეკლესიური სამყარო, ვინც სოციალური დოქტრინის თემა დააკენა. ანუ ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა დასავლეთის ისტორიაზე. მართალია თუ არა იმის თქმა, რომ ეკლესიის მიდგომა ყოველთვის მტრული იყო სამეცნიერო პროგრესის მიმართ. მართალია თუ არა იმის თქმა, რომ მხოლოდ პროტესტანტიზმმა შექმნა კაპიტალიზმი, როგორც ამბობდა მაქს ვებერი. შემდეგ ფერდინანდ ბროდელი ირებს მონაცემებს და ხედავს, რომ მე-15 და მე-16 საუკუნეების სავაჭრო ქალაქებში იყვნენ როგორც პროტესტანტი კაპიტალისტები, ასევე კათოლიკე კაპიტალისტები. ამიტომ ეკლესია ყოველთვის არ ყოფილა რეაქციული და რეგრესული ძალა, რომელიც წარსულს იყო მიბმული. ეკლესია რეაქციულ ძალად იქცევა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, რადგან მას აშინებს იაკობინელობა. ანუ ეკლესიის როგორც რეგრესული და ანტიმეცნიერული ძალის იდეა, ეს ავტონომიის ეპოქის მოვლენა. ეკლესიის იდეა. არ ვარ ასე თანახმა, დავიკითხეთ ციგნები, სადაც დაახლოებით ითვლიდნენ, რამდენად შეანელა ადამიანის პროგრესი რელიგიამ. კარგი, ხო. სამეცნიერო აღმოჩენების დონეზე.
გეტყვი ამას ხუმრობით, როგორც უდი ალენი ითხოვდა რეაქცია სწორ რაღაცებზე. მე ეს თავიდანვე ვთქვი, ამ საკითხზე მაქვს მიკერძოება, იშვიათად ლაპარაკობ რელიგიურ ფენომენზე უარყოფითად. და ვცდილობ დადებითი მხარეები წარმოვაჩინო. მაგალითად, ჯადოქრების დევნა. ჯადოქრების დევნა შუა საუკუნეების მოვლენა არ არის, რადგან ეს მოხდა მე-15 და მე-16 საუკუნეებში. ანუ შუა საუკუნეების დასრულების შემდეგ. პიკიკი მე-17 საუკუნეში იყო. ეს კათოლიკური სამყაროს მოვლენა არ არის, რადგან განსაკუთრებით გავრცელებულია პროტესტანტულ სამყაროში და დაკავშირებულია ისტორიულ პერიოდთან, როდესაც სრულწმენები განსაკუთრებით გავრცელდა. ჩვენ შუა საუკუნეებში, მე-11 და მე-13 საუკუნეებში ყავდა ეპისკოპოსები, სასულიერო პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს სულელური სრულწმენებია და ხალხს მოუწოდებდნენ არ ჯეროდათ ჯადოქრების არსებობის. წამება დანაშაულებისა და სასჯელების შესახებ. 18 საუკუნე, დიახ. არა, სავსეა ყალბებით, რკინის ქალწული და ასე შემდეგ. ეს არის უტრასაბაგე, რომელიც თანამედროვე ისტორიას იკვლევს და განსაკუთრებით რელიგიური დევნის ისტორიას დამეხმარება. კუდიანებზე ნადირობა ამბობს. ხო, ეგეთი რაღაცები. ძალიან გადაჭარბებული მითებია, ბევრი რამ მართლაც გადმოცემულია, რიცხვების, ფორმების, მეთოდების გადაჭარბებით და ასე შემდეგ. მაგალითად, დანაშაულისა და სასჯელის შესახებ ჩეზარე ბეკარია წამების კრიტიკის სათავეს სწორედ იქ მივაკუთვნებთ. განმანათლებლობა, ხო? განმანათლებლობის ეპოქიდან იწყება საუბარი იმაზე, რომ წამება და ინკვიზიცია უნდა დასრულდეს. სინამდვილეში უკვე გვყავს თეოლოგები და სამართლის მკვლევარები, შუა საუკუნეების სასულიერო პირები, მაგალითად ალბერიკო და როშატე, ჩემ თანამემამულე ბერგამოელი, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში იწყებენ საუბარს იმაზე, რომ დაკითხვისას წამება არ უნდა გამოიყენო. რადგან იმ მომენტში, როცა წამებას იყენებ, ხარ სადისტი, სიამოვნებს ეს არის ეშმაკი, რომელიც შენში შედის. ბრალდებულს აქვს გარკვეული უფლებები სხვათა შორის. ამიტომ ხილად იყავით, საქმე რთულია, რელიგიები და კათოლიკური ეკლესია მხოლოდ რეგრესული ძალები არ არიან კაცობრიობის ისტორიაში, ამას სტიმულად გაძლევთ. ცხადია, მათ უამრავი ცუდი რამ გაუკეთებიათ და შეიძლება ახლაც აგრძელებენ. მაგრამ არის ძალიან ლამაზი ფრაზა კაპარიცასგან, რომელსაც ხშირად იმოწმებენ, ხმეთმა ტვინი მომცა, თუ არ გამოვიყენებ, მას პატივს არ ცენ. დასამატებელი არაფერი მაქვს. ძალიან ლამაზია ეს ფრაზა კაპარიცასგან. სრულიად სწორია, დასამატებელი არაფერი მაქვს. მაშასე კათოლიკურ ეკლესიას გარდა იმისა, რომ აქვს საკუთარი სახელმწიფო, ხავს პოლიცია და დაზვერვა, ამაზე კიდე დავბრუნდებით. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, იორი, რელიგიური საქმეების ინსტიტუტი, ეს ბანკი არ არის, იურიდიულად ბანკი არ არის, ეს რაღაცა, ეს ხუაბაა, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ბანკი არ არის. ის არ ექვემდებარება იტალიის ბანკის ზედამხედველობას, არ აქვს საბანკო ლიცენზიის ავტორიზაცია, არც იტალიის და არც ევროკავშირის. ასე რომ იურიდიულად ეს ბანკი არ არის. ინსტიტუტო ოპერე რელიგიოზე ეწოდება. და მას ნამდვილად გლობალური წარმომადგენლობა აქვს. ეს არის დემოგრაფიულად ყველაზე დიდი რელიგიური კონფესია. კონკურენციას უწევს სუნიტურ ისლამს. სუნიტური ისლამი ოდნა უფრო სწრაფად იზრდება. აქ გვაქვს ლიმესის რუკა, რომელიც გარკვეულ რიცხვებს გვაძლევს. კათოლიკობის პროცენტი, კათოლიკეები სხვადასხვა ქვეყნებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, მილკო ხო გაგვიზია რომ ეს სლაიდები რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ და ბოლოს ნახავთ ანგარიშებსაც. კიდევ ერთი რუკა, რომელსაც გთხოვ შემდეგ სლაიდზე. სად არიან კათოლიკეები? რადგან ადამიანს მაშინვე ქრისტიანობა, კათოლიკური ეკლესია და ევროპა ახსენდება. დიახ, იტალიას ხავს მნიშვნელოვანი რაოდენობის კათოლიკეები, ესპანეთს, პოლონეთსაც, მაგრამ შეადარეთ ეს იმ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობას. გერმანია, რომელიც ჩვენს გონებაში პროტესტანტიზმის აკონად ითვლება, დიდ ბრიტანეთში ეს საქმე ხუმრობა არ არის. ინგლისში კი მორწმუნეები ანგლიკანიზმიდან კათოლიკურ ეკლესიაში გადადიან, მაგრამ შეხედეთ ფილიპინებს. შეხედეთ ბრაზილიას. შეხედეთ მიუხედავად ევანგელური ეკლესიების შეტევისა. შეხედეთ მექსიკას და შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს.
შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სადაც თუ არ ვცდები, კათოლიკეები მაინც ყველაზე დიდი ერთიანი კონფესიაა. მაგრამ თუ ყველა პროტესტანტს ერთად ავიღებთ, ისინი უფრო მეტნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ როგორც ერთი ეკლესია, ყველაზე დიდი, როგორც მახსოვს, კათოლიკურია. მოკლედ, აფრიკა არც ისე სუსტად არის წარმოდგენილი. ამიტომ უკვე ხვდებით, რომ საუბრობთ ინსტიტუციაზე, რომელიც სახელმწიფოც არის, რელიგიური ჯგუფიც და მსოფლიოშიც არის წარმოდგენილი. ერთი წამით ფანჯარას დავხურავ, რადგან ქუჩის ხმაური შემოდის. ეხავე დავბრუნდები, დიახ, მანამდე მე დავაგზელებ და ჟონგლიორივით გავართმევ თავს. ის უხილავი რაღაცები. გაითვალისწინეთ, რომ პოლონეთში ალბათ 40 მილიონი მცხოვრებია, 42-43. უმრავლესობა კათოლიკეა. სხვათა შორის ადრე ასე არ იყო. რადგან თუ ვიფიქრებთ ბრძოლებზე ტევტონთა ორდენის რაინდებსა და პოლონეთ ლიტვის სამეფოს შორის, სინამდვილეში ისინი ქრისტიანები არ იყვნენ. ტევტონთა ორდენი მათ ქრისტიანად აქცევდა. ყოველ შემთხვევაში ოფიციალური საბაბი ეს იყო. შემდეგ მათ საკუთარი გზა აირჩიეს, როგორც ხშირად ხდება ესეთ ორდენებთან, რომლებიც იწყებენ ერთი იდეით და შემდეგ იღებენ ძალაუფლებას და თავად ძალაუფლებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ შემდეგ მათ ფაქტობრივად ცენტრალური ქრისტიანიზატორების როლი აიღეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ზუსტად ასე. საინტერესოა, როგორ ხდება ისე, რომ რელიგია შემდეგ ფუნქციურ როლს იძენს, რათა მხარდაჭერა მიიღონ და პრობლემები არ შეექმნათ. ნამდვილად პოლონეთის გაქრისტიანებამ მათ თავიდან ააცილა დამატებითი ტევტონელი რაინდები, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ. ქრისტიანებს შორის ომი კი არა. Allora, მას სინამდვილეში იმ მიწებზე ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში, ეხლა თუ პოლონელებს ეთქვი, რომ ეს აღმოსავლეთ ევროპა ისე გაბრაზდებიან როგორც მანგუსტები, ცენტრალური ევროპა, ასე რომ ვთქვათ, ცენტრალური და ცენტრალურ აღმოსავლეთი, ესე ვთქვათ, ეს არის ევროპაში ყველაზე გვიან ქრისტიანიზებული რეგიონები. იქ ჯერ კიდევ 14 საუკუნეში არსებობდა წარმართობის კერერქი. მაგრამ ყურადღება რეალურად წარმართობისა და ტრადიციული კულტების კვალი მთელ ევროპაში რჩება. არნავალი, ეს ხო ლათინური სატურნალიებია. რა გააკეთა კათოლიკურმა ეკლესიამ? მან გაიგო, რომ ვერ შეძლებდა პირდაპირ ბრძოლას წარმართობის წინააღმდეგ და ამიტომაც შეითავსა იქ. ამიტომაც ქრისტეს დაბადებას 25 დეკემბერს ვაწესეთ. მითრასკუნდი. ნაპოფიერების წარმართული დღესასწაულები. ჩვენ ამას ვიღებთ. იმ რამდენიმე დღით წელიწადში ვაძლევთ ხალხს უფლებას, რომ ქალებად გამგამოეწყონ, დათვრენ, ჭამონ, გაერთონ. ეს კარგად ესმოდა მას. ელემენტები, რომლებიც წარმართობისთვისაა დამახასიათებელი. თევზის თავის ფორმის ქუდი, რომელიც ძველი დროის მღვდლებს ეკეთათ, ბევრი რამაა რაც აქა-იქიდან აღებული, მაგრამ ეს ჭკვიანური მეთოდია. რადგან საბოლოოდ უნდა შეითვისო წინა და გარდაქმნა მოახდინო, არ უნდა დაუპირისპირდე, რადგან ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. ეს რომაული მეთოდიც იყო თუ დააკვირდები. დიახ. აი რა გავლენა ქონდა ამ აზროვნების წესს რომაული ტექნიკისთვის, როცა ისინი ხალხებს უბრალოდ თავში ასიმილირებდნენ, ისე რომ ბევრ რამეს არ უბრძალავდნენ. დიდი იეზუიტი ფრანჩესკო სავერიო ჩადის ჩინეთში, იცვამს ჩინურად, სწავლობს ჩინურს, თარგმნის კათოლიკურ და ქრისტიანულ წმინდა ტექსტებს ჩინურად და ასე იქცევა. როგორ აუხსნა ჩინელებს მადონა, ქალწული, ვირებ გუანიინს, ბუდისტ კეთილდანწყობის ქალღმერთს, რომელიც წარმოდგენილია როგორც კეთილი ქალი და ვადებ ქალწულის გამოსახულებას, ინის ამოსახულებას. ეს არის ბოდჰისატვა, ბუდისტი წმინდანი, ავალოკიტეშვარა ინდოეთიდან. ასე რომ ჩინეთიც ესეც დიდი იმპერიები იწოვენ, ისინი არ ჩადიან და არ ანადგურებენ მანამდე არსებულის თელ მემკვიდრეობას. მართალია ბატონო პუტინ, დიდ იმპერიებს საკუთარი ცივილიზაციის ძალა აქვთ. ისინი არავის ეშინიათ. ეს მეთოდი იაპონიაშიც გამოიყენეს, ძალიან კარგად არ იმუშავა.
ფრანჩესკო სავერიო, რომელიც იეზუიტი მისიონერი იყო, ამასუს იტალიელი იყო, პორტუგალიელი და ასე შემდეგ. ქრისტიანული რელიგია იაპონიაში შეიტანა და ძალიან სწრაფად მოექცა 300,000 ადამიანი, რომ არა ის რომ იაპონიას ჰქონდა ეს აკვიატება ჩაკეტილიყო და პრაქტიკულად ამოხოცეს ყველა ქრისტიანი, იმდენად რომ ხო დამალული ქრისტიანები დარჩნენ. დიახ, კაკურე კირიშიტიანები, დიახ. კაკურე კირიშიტანი რაღაც ამდაგვარი. და მიუხედავად ამისა, მათ მოახერხეს გადარჩენა შიგნით იმდენად რომ დღესაც კი არსებობს, ასე რომ ეს მცირე ჯგუფები, შემდეგ ეს ეკლესია აღადგინეს. თუ გინახავთ სერიალი შობუნი, ნახავთ რომ არის პერიოდი ტოკუგავას მიერ იაპონიის გაერთიანებამდე, როდესაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა. რადგან ტოკუგავებმა, არა ნობუნაგამ, არა დონობუნაგამ, სწორედ ტოკუგავებმა სცადეს ამის აღმოფხვრა. იაპონიის ქრისტიანობისგან ჩაკეტვა სურდათ, რადგან ეშინოდათ რომ ეს იქნებოდა ევროპული იმპერიალიზმის მეხუთე კოლონა. მართალია, ბევრ შემთხვევაში მართალია, არა? ბევრი ევროპული იმპერია წინასწარ აგზავნიდა მისიონერებს, როგორც კულტურული გახსნის ძალას. შემდეგ კი პოლიტიკურად შედიოდნენ. თეუტონელი რაინდები ორივე საქმეს ერთად აკეთებდნენ. აი ეს. ამიტომ ეხლა შემდეგი სლაიდი. ცოტა რიცხვები, ცოტაც დემოგრაფია. ქრისტიანობა მთლიანობაში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგია, რასაც რა თქმა უნდა მოსდევს ისლამი. ამ კატეგორიაში ჩინელები უნდა შევიდნენ, მაგრამ სინამდვილეში ჩინეთში ასე არ აცხადებენ. მაგრამ ეს ზუსტად ასე არ არის. გასული წლის ზაფხულში ამ დროს შანხაიში ვიყავი, წავედით შანხაის უძველეს ბუდისტურ ტაძარში. და სავსე იყო ახალგაზრდებით, რომლებიც ლოცულობდნენ. ახალგაზრდები, რომლებიც ბუდას მიმართ ლოცულობდნენ. და მე გიცვკითხე. მაგრამ თქვენა კომუნისტები ხო უნდა იყოთ და ასე შემდეგ. როგორ ხდება რომ მე ტაძარში ახალგაზრდებით სავსეს ვხედავ? და მან ისევ გამიმეორა ფრაზა: ჩინეთში არის რელიგიურობა, მაგრამ ოფიციალურად ქვეყანა ათეისტურია. აი ასე. კი, კარგი, მაგრამ რატო ხედავ რომ ჩინეთში არის რელიგიური თავისუფლება, მაგრამ ოფიციალურად ქვეყანა ათეისტურია? კი, მაგრამ მე გთხოვე მესამე დამიხსნა, ჩინეთში არის გაჩერდი, ნუ მეუბნები იმას, რაც გითხრეს, რომ უნდა მითხრე, მითხარი შენ რას ფიქრობ? დიახ, სინამდვილეში ბევრი ახალგაზრდა ლოცულობს, განსაკუთრებით უნივერსიტეტის გამოცდებისთვის, რომ ჩააბარონ გამოცდები, ახალგაზრდებში რელიგიურობის დაბრუნებაა. ჩინელებს და იაპონელებს სინკრეტიზმის ისტორია აქვთ, კონფუციანელობა როგორც ცხოვრების ფილოსოფია, რომელზეც ემატება ხალხური პაგანიზმი, ტაოიზმი, ბუდიზმი ჩინეთში. იაპონიაში კონფუციანელობა როგორც ცხოვრების ფილოსოფია და შინტოიზმი და ბუდიზმი. ქორწინება შინტოისტური რიტუალით ტარდება, სიხმაწვილისა და ბავშვობის გარდამავალი რიტუალებით შინტოისტურად სრულდება, ცხოვრების რიტუალები და დაკრძალვები კი ბუდისტური რიტუალით. ინტროსპექციისა და გლოვის მომენტი ბუდისტურია. ამიტომ ეს რელიგიურად არა მიკუთვნებულები, თუმცა ეს Pew Research-ის მონაცემებია, რომელიც ავტორიტეტულია, ისლამის ზრდა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და მქარი. ქრისტიანობაც იზრდება, მაგრამ ნაკლები სისწრაფით. კათოლიკური ქრისტიანობა და ევანგელისტური ქრისტიანობა იზრდება, მაგრამ ნაკლები სისწრაფით. მეტად მოქცევებით იზრდება და მხოლოდ აფრიკაში დემოგრაფიით. ისლამი დემოგრაფიით იზრდება და სინამდვილეში ძალიან ცოტა მოქცევებით, ნაკლებად ვიდრე შეიძლება გეგონოთ. შემდეგ არის მონაცემები, რომლებიც აქ არ აისახება. ანუ ის ფაქტი, რომ ისლამის ისტორიულ მიწებზე, ანუ არაბულ ქვეყნებში, ირანში და თურქეთში, არსებობს ახალგაზრდების რეაქცია მთელი რიგი იძულებების მიმართ. ამიტომ არის ათეიზაციის ფენომენი. განსაკუთრებით კი ყველაზე სეკულარულ არაბულ ქვეყანაში, რომელიც არის ტუნისი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქრისტიანობას ყოველთვის ჰქონდა ასეთი საქმიანობები, ზოგჯერ ცოტა დამალულიც კი ამ ხრივ. გამოვდივარი იქ რომ დაგეხმარო, რადგან სულ მდგომარეობაში ხარ და ასე შემდეგ და ამას ვიყენებ როგორც საშუალებას, რომ რელიგიური თვალსაზრისით შევიჭრა.
არ მახსოვს დიდი ჰუმანიტარული მისიები მუსლიმების მხრიდან. ანუ ამ მეთოდის გამოყენება როგორც შესვლის გზა არა ამ მხრივ. შემდეგ, რა თქმა უნდა, რადგან ეს აფრიკაზეა კონცენტრირებული და აფრიკაშია დემოგრაფიული აფეთქება, უბრალოდ ნიგერიაზე იფიქრე. 70-იან წლებში 80 მილიონი იყო, ახლა კი 230 მილიონია რაღაც ასეთი. აფრიკა ერთადერთი რეგიონია, სადაც მოსახლეობა რეალურად იზრდება. სხვა ადგილებში, აზიაში, მოსახლეობის ზრდა არის, მაგრამ ეს უფრო იმერციული ზრდაა. ყავს ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ქალი რეპროდუქციულ ასაკში და თუ თითოეული ამ ქალიდან მხოლოდ ერთ შვილს გააჩენს, მოსახლეობა ჯერ გაიზრდება, შემდეგ კი დაიწყებს ქლებას. შორეულ აზიაში მოსახლეობა უკვე ქლებას იწყებს. სინამდვილეში, ჩინეთში საკმაოდ გულუხვად აყალბებენ აღწერებს, ალბათ დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი ზედმეტად აქვს დამატებული, ჩინელებს ეს ჩვევა აქვთ, რომ რიცხვები გააყალბონ. ინდოეთი უზარმაზარია, მაგრამ ინდოელები ეხლა უკვე მხოლოდ ოდნავ მეტ შვილს აჩენენ, ვიდრე ჩანაცვლების მაჩვენებელია, იმ ცნობილ 2.1-ზე. და მალე ჩამოცდებიან ჩანაცვლების მაჩვენებელზე. არ უნდა უყუროთ მთლიან რაოდენობას, უნდა უყუროთ ნაკას, არ უნდა უყუროთ ნაკადს, არ უნდა უყუროთ მრუდს, არამედ მრუდის წარმოებულს. დემოგრაფიაში და სტატისტიკაში ასე აკეთებენ. აფრიკაში არა, მოსახლეობა იზრდება და მაინც შვილებს აჩენენ. მართალია, იქაც 70-იან წლებში თითო ქალზე 6-დან 8 შვილი მოდიოდა. დღეს შეიძლება 5-ზე ვიყოთ, მაგრამ 5-იც ბევრია. ესეთ ქვეყანაში, როგორც ნიგერია, სადაც ამდენი ახალგაზრდა და ამდენი ნაყოფიერი ასაკის ქალი ცხოვრობს, წარმოიდგინე რა ხდება. ამიტომაც იქ იზრდება, სწორედ იქ ხედავ ისლამის ზრდას. ანუ ეს ლეგენდა, რომ მუსლიმები ევროპას დაიპყრობენ, არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ კი, ერთი თაობის განმავლობაში მუსლიმი ქალები იღებენ მშობლიური მოსახლეობის რეპროდუქციულ ქცევებს. ერთი ან ორი თაობის განმავლობაში. ეს კარგი კითხვაა. გადაქცევაზე ან ბევრ რამეზე, ინოვაციის პრინციპებზე, რომელიც დემოგრაფიაში წარმატებულია. შეიძლება ასე იყოს. შეიძლება ასე იყოს. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ანუ თუ კითხვა არის შეიძლება ასე იყოს, პასუხია კი, თუ არა, არ ვიცი. ამიტომ, მაგრამ კითხვა შეიძლება უფრო სტაბილურია იმაზრით, რომ ქრისტიანულ სამყაროში მაინც სტაბილურობას ვხედავ, სულ მცირე ბოლო წლებში. დიახ. ფაქტობრივად კი. Sostanzialmente sì. ოღონდ ფრთხილად, რელიგია ისევ ჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. ანუ, ნახეთ, საბჭოთა კავშირში, სადაც ოფიციალური კომუნიზმი ძალიან რეპრესიული იყო, სტალინმა რელიგიურ სკოლაში და სემინარიაში სწავლობ და ის იყო ადამიანი, რომელიც რელიგიური ტერმინებით აზროვნებდა. მებრძოლი ათეისტები იყვნენ ლენინი და ტროცკი. სტალინი რელიგიური ტერმინებით აზროვნებდა. სტალინი იღებს კომუნიზმს და მას რელიგიად აქცევს. კაბერი ამბობდა, რომ რაც ინდა ათეისტი ორივე ეკლესიაში იყო, სადაც კომუნისტი თეორია სხვა, კომუნიზმი არის მეოთხედი მხსნელია, რომელიც სხვა ეკლესიაა. ზუსტად ერთმა რუსმა კომუნისტმა თეორეტიკოსმა თქვა, კომუნიზმი არის მეოთხე დიდი მხსნელი რელიგია, რომელიც იუდაიზმიდან წარმოიშვა. ლიბერალიზმის, ქრისტიანობის და ისლამის შემდეგ. ეკლესია, დოქტრინა, ინკვიზიცია, კგბ, ტამპლიერები, დოქტრინალური მართლმადიდებლობა, ტერმინი მართლმადიდებლობა, პიროვნების კულტი, გარდაცვლილთა კულტი. კომუნისტი ლიდერების დაკრძალვები რაღაც განსაკუთრებული იყო, ტოლიატის დაკრძალვა. არსებობს ფილმი გადაღებული, არ მახსოვს რომელი, მნიშვნელოვანი იტალიელი რეჟისორის მიერ კომუნისტური პარტიის აქტივისტების დაკრძალვებზე, ტოლიატის დაკრძალვაზე. გონი YouTube-ზეც იპოვით. შემდეგ ქორეოგრაფიები, ლენინის კულტი. რუსულ სახლებში არის ხატების კუთხე. მთავრობა მოუწოდებდა, რომ ხატების კუთხე ლენინის კუთხით შეეცვალათ, ლენინის სურათით. ამიტომ ხვდებოდი, რომ კაზანის შავი ღვთისმშობლის ხატის გვერდით ლენინის სურათი იყო. წინკი ასანთიედო. ამიტომ რელიგია რჩება, რადგან ეს მენტალიტეტია. რელიგიის ისტორიის დიდი მკვლევარი ჟულien რე და არის ერთი. მირჩა ელიადეს გავლენით, რომელიც რელიგიის ანთროპოლოგიის დამფუძნებელია, ის ამტკიცებდა, რომ რელიგიურობა ადამიანში თანდაყოლილია. ანუ იმ მომენტში, როცა პრიმატი ხიდან ჩამოდის, ცას უყურებს და საკუთარ მოკვდავ სასრულობას, კოსმოსის უსასრულობას ადარებს. სწორედ მაშინ იბადება რელიგიური ფენომენი. ამიტომაც ის ამას პრიმატებს, პირველ ადამიანებს უკავშირებს
ნამდვილად ყველა ვშრომთ კითხვას, რა ჯანდაბას ვაკეთებთ აქ. ზუსტად. და ეს არის პირველი კითხვა, რომელსაც უსვამ საკუთარ თავს. პირადად მე ყოველთვის ვეძებდი. ანუ როცა რაღაცის ახსნა არ შეგიძლია, არასდროს დამიმალავს თავი, ესე ვთქვათ ამაში. რადგან შექმნა ეს, ანუ უბრალოდ ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ამის ახსნა, ასე ვთქვათ, ყოველთვის ანუ მეცნიერული აზროვნება მქონდა ამ ხრივ. ვერ ხსნით ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვიფიქრო კიდევ უფრო რთული მიზეზი, რომლის გამართლებაც კიდევ უფრო ძნელია. ანტონიო სტიგლი აპის მოგზაურობა პოლონეთში შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა დომინირების დასასრულის სიმბოლურ დასაწყისად აღმოსავლეთ ევროპაში. მოусმინე სანამ ამ კითხვას უპასუხებ. ეს სპეციალურად მოვამზადე აქ. ნახე, ზუსტად მაქვს ლეხ ვალენსას ფოტო ლენინის გემსაშენებში, სადაც ის მიიღებს პაპა ვოიტილას მხარდაჭერას. სანამ ამას გავაგრძელებ, მადლობას ვუხდი სპონსორს. გახსენებთ, რომ ეს ლაივი ინკონის მიერ არის სპონსორებული. ფიქრობ თქვენც ასე იცრებთ, როგორც მე, თქვენც მუდმივად იღებთ ამ წყეულ ზარებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე მოდის და არ იცით როგორ აღმოჩნდით მათ სიებში. იცოდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა დარეგისტრირდით ვებგვერდზე ან უფასო სერვისზე, ესე ვთქვათ, უფასო იყო, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი სინამდვილეში თქვენ იყავით. აბა რას აკეთებს ინკონი? ინკონი ფაქტობრივად არის სერვისი, რომელიც თქვენს ნაცვლად შუამავლობს მონაცემთა ბროკერებთან. თქვენს მონაცემებს. იგი მიდის მათთან, სთხოვს მონაცემების დაშლას, რა თქმა უნდა, ზოგიერთთან მეტი დრო სჭირდება, ზოგიერთთან ნაკლები და ასე შემდეგ. მიზანი რა არის? შეამციროს იმ ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ინტერნეტში ტოვებთ. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს იმას, რომ თქვენი მონაცემები არ გაიყიდოს მარკეტინგული მიზნებისთვის, არამედ ამცირებს სპამს, არასასურველ ელფოსტებს, ზარებს და მსგავს რამეებს. ამიტომ ინკონი არის სერვისი, რომელიც სწორედ ამ მონაცემების წაშლას ემსახურება. ონლაინში ნაკლები მონაცემი ნიშნავს ნაკლებ რისკს. პროფილირების შესაძლებლობაც მცირდება, ისევე როგორც მიზანმიმართული შეტევები, როგორიცაა ფიშინგი, ელფოსტის თაღლითობა და მსგავსი რამე. ინკონი სხვებისგან განსხვავებით თქვენს მონაცემებს არ ყიდის პირიქით. ის მათ იყენებს მხოლოდ თქვენთვის სასარგებლოდ. ის ძალიან იაფია, უბრალოდ თითქმის უფასო, რადგან თუ ჩემს კოდს გამოიყენებთ, 60%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ, ასე რომ ეს არც კი არის შემაწუხებელი რა. და ამასთან ერთად თქვენ ჩემს პრობლემებსაც აგვარებთ და თქვენსასაც. დაიმახსოვრეთ, თუ ვერ გიპოვიან, ვერ შეგაწუხებენ. და მე ყოველთვის ვამატებ ჩემს ფრაზას, რა ფასს ანიჭებთ თქვენს დროს. ზოგმა მეგობარმა ეს გააკეთა, ისეთმა ხალხმაც კი, ვინც ხელით მუშაობდა და ყოველ ჯერზე უნდა ჩამოსულიყო კიბიდან, როცა მუშაობდა, რაღაცა მსგავს აკეთებდა. რომ აიღო ეს წყეული ზარი. ეს არის მთელი დრო, რომელიც დააზოგეთ. და ამასთან ერთად თქვენ ხას უჭერთ იმას, რასაც ვაკეთებთ პრეზიდენტთან, კაპიტინისთან, ლანძარასთან და ყველა დანარჩენთან ერთად. ეს გვაძლევს საშუალებას ვიყოთ დამოუკიდებლები და ვთქვათ ის, რაც გვინდა. უწევდეს ვინმეს ახსნა განმარტებას. მერტო ჩემო, ეს ვიდეო კარგია თუ არა, თემა ძალიან პოპულარულია თუ არა. ეს მაგალითად საშუალებას გვაძლევს პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილზე, მაშინ როცა სხვა იუთუბერები შეიძლება აიჩიონ არის საუბრო ნაკლებად პოპულარულ თემებზე, ან ისეთებზე, რომლებსაც ნაკლები მაყურებელი ხავს, რადგან ისინი დიდ ნახვებს არ აგროვებენ. სპონსორები ამისთვისაც საჭიროა და ასევე რეკლამისთვისაც. ამიტომ ნუ შეხედავთ მათ ზიზღით, რადგან ისინი გვაძლევენ საშუალებას ვისაუბროთ ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე, ისე რომ არ გვიწევს ვიფიქროთ, თქვათ, ამ საკითხის კომერციულ მნიშვნელობაზე. აი ჩვენ აქ ვართ. ვიღაცამ ჩატში აღნიშნა, რომ ტოლიატის დაკრძალვაზე გადაღებული ფილმი იტალიელი ძმებისაა. სწორია, მე არ მიყვარს, როცა კინოს თემაზე შეცდომაზე წამომიჭერენ, მართალია მადლობა შენიშვნისთვის. ფილმი არის მე ამბოხეები, ბური ჩატში დავდე, შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ. ჩვენი კინოს ორი გიგანტი, ტავიანის ძმები, იტალიელები. რატომ ეძახიან პრეზიდენტს? ორი ახსნა. ერთი, თქვათ, საკმაოდ ეტიმოლოგიურია, შეიძლება ეტიოლოგიურიც, ანუ რატომ ვარ ჩვეულებებრივად ელეგანტურად ჩაცმული? იმიტომ რომ ოფისიდან ვერთვები. სინამდვილეში ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ პირველ ჩართვებს ძალიან ცუდი ინტერნეტით ვაკეთებდი. ხშირად ვიხინებოდი როგორც ანდრეოტი კანალე 5-ზე, სადაც წამყვანი ამბობდა პრეზიდენტო და შემდეგ ამ სცენას იხსენებდნენ. ამიტომ ხედავ
არის კიდევ არხების ისტორიაც, ხო ესეა, როგორც ჩდები ან მაგალითად, რატო ქვია მარკობუსის The Man in the Low Closet. ის პირდაპირ ეთერებს ატარებდა ღამის 3-4 საათზე, ხვდებოდით ერთმანეთს და რა თქმა უნდა, რომ ოჯახი არ შეეწუხებინა, პრაქტიკულად იკეტებოდა აბაზანაში, მე არ მახსოვს რაღაც პატარა სათავსოში ღამის 3-4 საათზე, ამიტომ ქვია მას The Man in the Low Closet. ზუსტად ასე. მაშ, გთხოვ შემდეგ სლაიდს. იცით რომ ციგნებისადმი სისუსტე მაქვს, რას თქოთ? არა, ჯერ პაპი ვაიტივა ციგნებამდე. ალბათ ვაიტივა, რადგან რეალური, აქტიური გეოპოლიტიკის მაგალითები და ასე შემდეგ ის განსაკუთრებული პაპა იყო, თქვათ ასე, განსაკუთრებულ პერიოდში, ამიტომაც მას შეძლო ისეთი დათმობების გაკეთება, რასაც ხვები არ დააკეთებდნენ. სათხილამუროდ დადიოდა, მოკლედ, ვიცით, საკმაოდ აქტიური იყო. ნამდვილად ვოიტილას მიერ დაკეთებულს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოლონეთში სოლიდარობის მოძრაობისთვის. 2020 წელს ავინიშნებოდა მისი 40 წლიანი იუბილე. მან მხარი დაუჭირა და ასევე სხვადასხვა წერილები გაგზავნა, არა მხოლოდ ლეხ ვალენსას, არამედ სხვებსაც, მაგალითად ლიედინის ქარხნებიდან და ასე შემდეგ. მან ბრეჟნევსაც გაუგზავნა წერილი, სადაც პოლონეთის სუვერენიტეტს იცავდა. პაპამ, ანუ პონტიფიკოსმა, საბჭოთა კავშირის ლიდერს მისწერა. წარმოიდგინეთ დღეს ასეთი რამ. რა სიტყოდნენ? პაპა პოლიტიზებული, პაპა რომელიც პოლიტიკაში ერთვება, არა, ეგ შეიძლება კავალიერისთვის იყოს, მაგრამ მოკლედ ხო გავიგეთ ერთმანეთი. საინტერესოა რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რა თქმა უნდა ის დიდად ეხორნობა პოლონურ ქრისტიანობას, რომელიც განსაკუთრებით გრძნობიარე იყო ამ მხარდაჭერის მიმართ და ასე შემდეგ. წლების შემდეგ გაირკვა, რომ პოლონეთის ეკლესიას გარედანაც აფინანსებდნენ. როგორც კი საბჭოთა ბლოკი დაინგრა, ბევრი რამ მაშინვე დაუბრუნეს. იგივე მოხდა რუმინეთშიც. რუმინეთში ჩაუშესკუს პერიოდში რელიგიის აღსრულება შეუძლებელი იყო. ამას მხოლოდ პირად ადგილობრივ დონეზე აკეთებდნენ, ჯერ კიდევ არსებობდნენ ხუდლები და როგორ შეიცვალა სიტუაცია. ფაქტობრივად ყველაფერი თავიდან დაიბადა. ეს ნიშნავს, რომ არსებობდა მიწისქვეშა მოძრაობა, რომელიც აქტიურად მოქმედებდა. დიახ, ამ ყველაფრის გავლენა ეს ყველასთვის ცნობილია და მადლობა მიდგოს, რომ ეს შეგვახსენა. ორი კითხვა დავინახე ჩატში, თუ ნებას მომცემთ, მე თვითონ დაუსვამ. ლეონარდო დრაგო წერს. ლეონარდო დრაგო 893. საღამო მშვიდობისა. ჩრდილოეთ ირლანდიაში კათოლიკეები მალე გადააჭარბებენ პროტესტანტებს. შეიძლება ეს ირლანდიის გაერთიანებას გამოიწვევს. დიახ, კათოლიკეების დემოგრაფია უფრო დინამიკურია ვიდრე პროტესტანტების. კი, შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი დროის შემდეგ და მაინც ამას შეუძლებელად არ ვთვლი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რადგან დიდ პარასკევის შეთანხმებები მართლაც ძალიან მყიფე ბალანსია, რომელზეც იმ ტერიტორიაზე მშვიდობა დგას. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტერიტორია, რომელიც მდიდრდება, რადგან სწორედ ევროკავშირთან შეთანხმებების წყალობით გაერთიანებული სამეფოს კარი ბჭეა, რათა ვაჭრობა აწარმოოს ამ ტერიტორიასთან პირდაპირ გზით, მიწის გზით, ბარიერების გარეშე და ასე შემდეგ. ამიტომ ალბათ იმ მხარეში კეთილდღეობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს მშვიდობას, ვიდრე სხვა რამ. ნახავთ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელსაც მინდა შევეხო, რადგან ეს საინტერესო კითხვაა. ეხლა ვიპოვ იმას, დაფინანსებები. და არგენტინელი გაუჩინარებულების შესახებ. სინამდვილეში დაინტერესდა ამით, იყო ეკლესიის გარკვეული წრეები, რომლებიც უფრო რეაქციონერები იყვნენ და სამხედრო ხუნტებთან ახლოს იდგნენ. იყო ეკლესიის უფრო პროგრესული წრეებიც, რომლებიც მოსახლეობასთან უფრო ახლოს იდგნენ და განსაკუთრებით დიქტატურის მსხვერპლებთან. ამიტომ ეკლესიის გარკვეული წრეები დაინტერესდნენ იმ მოვლენებით. გაითვალისწინეთ, რომ კათოლიკურ ეკლესიასა და ამერიკელთა მხარდამჭერ სამხედრო დიქტატურებს შორის დაპირისპირების პიკი ცენტრალურ ამერიკაში ხდება და არა სამხრეთ ამერიკაში. ნიკარაგუელი კონტრასების მიერ მონსინიორ რომეროს, არქიეპისკოპოს რომეროს გველობით, რომელიც სწორედ ეკლესიაში მესის დროს მოკლეს.
აქ ხედავთ, რომ დაპირისპირება მაქსიმუმს მიაღწია, იმდენად, რომ იყო მთელი CIA-ის ოპერაცია, რათა გაეუცელებინათ და დაეჭირათ მხარი პროტესტანტული ეკლესიებისთვის ლათინურ ამერიკაში, შუა ამერიკაში. ამიტომ შენ გაქვს რა, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო კათოლიკური ხდება ლათინოამერიკელების ემიგრაციის გამო და ასევე ტრადიციული პროტესტანტული სექტორების კათოლიკურ ეკლესიაში გადასვლის გამო, რაც Wains's ფენომენია, რო გავიგოთ. და ამავე დროს ლათინური ამერიკა სულ უფრო პროტესტანტული ხდება. ამერიკა მოყვარული და ისრაელ მოყვარული ევანგელისტური მოძრაობების გავრცელების გამო, რა თქმა უნდა. ასე რომ სინამდვილეში ეს დაძაბულობები და გახლეჩები როგორ მოხდა? არა, ძირითადად არგენტინაში კი არა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ლათინოამერიკული იეზუიტური სამყარო კარგი ურთიერთობა არ ჰქონია ხუნტებთან, პაპა ფრანჩესკო ახალგაზრდობაში ერთ მოძრაობაში იყო ჩართული. რკინის გვარდია, რომელიც ერონისტური მემარცხენე იყო, ანუ კომუნისტები არ იყვნენ, ერონს ახლოს იყვნენ. რატომ არა პაპა კომუნისტი? არა, მაგრამ მემარცხენე პერონისტი, რკინის გვარდია და მთლიანად იეზუიტთა სამყარო, მოკლედ რევოლუციონერებთანაც ჰქონდათ კავშირი. ფიდელ კასტრომ იეზუიტებთან ისწავლა მაგალითად. და შემდეგ არის მთელი თემა გათავისუფლების თეოლოგიის შესახებ. მაგრამ აქ მე ვუთმობ ლათინური ამერიკის ექსპერტებს მირგოს გათავისუფლების თეოლოგიას. კითხავ, ნახე დიეგო ბატისტესას, თუ შეიძლება მოუნდება პირდაპირ ეთერის გაკეთება რელიგიის ან ზოგადად ქრისტიანობის ძალაზე სამხრეთ ამერიკაში. აქ კითხავ პაპებსაც, მაგრამ მინდა ვილაპარაკო იუბილეს დონეზე ვატიკანის სახელმწიფომდივნებთან, კაზაროლისთან, მე ზუპისაც დავამატებდი იმის გათვალისწინებით, რასაც ახლა აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ის კარდინალია. მივალთ უკრაინამდეც, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის დროს პაპებს შორის დიდი ცვლილება მოხდა, როგორც პოზიციებში, ასევე სიმტკიცეში და განცხადებებში. აი აქ ხედავთ განსხვავებას. პოლონელი პაპი ვერ იქნება პრორუსული. თუმცა ვოიტილა არ ყოფილა ისეთი რუსოფობი, როგორც წარმოგვიდგინეს. მან წმინდა კირილე და მეთოდი ევროპის თანამფარველებად გამოაცხადა. წმინდა ბენედიქტესთან ერთად. რადგან ის აღმოსავლეთისკენ იყო მეტად მიმართული და ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია მართლმადიდებელ ეკლესიებთან, პაპი ფრანჩესკე, მოკლედ ლათინოამერიკელ იეზუიტს, რომელმაც არგენტინის დიქტატურა ნახა და ასე შემდეგ, ვერ მოსთხოვ, რომ პროამერიკელი ერიდეტელი იყოს. ამ პაპს ვერ მოსთხოვ, რომ ანტიამერიკელი იყოს. მიმგრძნობელობა უკრაინის მიმართ განსხვავებული ასევე იმიტომ, რომ უკრაინაში გავს უნიატური კათოლიკური ეკლესია, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და იდენტობის ბასტიონია. ცხადია, უკრაინული პირველი ნაციონალიზმის დროიდან, მე-19 საუკუნეში. არა, ასე რომ ცხადია განსხვავებული მიმგრძნობელობაა. ყოველი პაპი თავის გამოცდილებას, კულტურასა და ისტორიასაც ატარებს. ეხლა მივალთ ვატიკანის ორგანიზაციაზე. მოგცემთ საკითხავ მასალებს, იმ კითხვაზე საკითხავებით გიპასუხებთ. ვისაც ფრანგული ესმის, მაგრამ არსებობს თარგმანი იტალიურადაც Arretont le catholique. ეს არის ძალიან კარგი წიგნი, მოკლე, რომელიც ხსნის კათოლიციზმს როგორც მოძღვრებას, როგორც ორგანიზაციას, ყველაფერს, როგორ მუშაობს ეკლესია. ეს არის ძირითადი წიგნი, რომლითაც უნდა დაიწყოთ კითხვა. ორი კარგი წიგნი ქრისტიანობის უძველესი ისტორიის შესახებ, რომელიც მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. ქრისტიანობის დაკარგული ისტორია, ეკლესიის ოქროს ათასწლეული, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და აზია. და ქრისტიანობის წარმოშობა, გზამკვლევი, რომანო პენა. ეს არის 12 მოციქულის ამბავია, ეს აკვიატება 12-ზე და ასე შემდეგ. რაც კი გილგამეშის ეპოშიც კი იღებს სათავეს. ზუსტად ასეა. და იმ დროიდან, როცა ამ ტიპის რიცხვს იყენებენ, ან იდეას, რომ ჩვენ თიხისგან ვართ შექმნილნი, ეს გილგამეშის ეპოსია. უძველესი ტრადიცია, ზუსტად ასეა, ზუსტად ასეა. 12 მოციქულის რიცხვი, რომელიც რჩება იუდას ღალატის შემდეგაც, რადგან პავლე მოციქულად ითვლება, პავლე ტარსელი. ასე რომ 12 რიცხვი არის ფუნდამენტური. ქრისტიანობის დაკარგული ისტორია, კარგი წიგნია და ქრისტიანობის წარმოშობა, რომელიც ამ საკითხში ერთგვარი ისტორიული საყრდენი ტექსტია. ეხლა კი გადავიდეთ უფრო საინტერესო წიგნებზე, რადგან თქვენ დამისვით ეს კითხვები. IOR, რობერტო კალვი, ამბროსიანოს ბანკი, სოლიდარნოშის დაფინანსება IOR-ის მეშვეობით. მარჩი, გინდა ყავა. არა. არა. არა, უკვე ავირე.
მაშ შეერთებულ შტატებსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები. ორი იმპერია ვთქვით, ხო? მასიმო ფრანკო საგიატორესთვის გვთავაზობს ამ ტექსტს პარალელური იმპერიები. ეს წიგნი სხვა პირდაპირ ეთერში სხვა არხებზეა შემითავაზებია. ეს არის ტექსტი დიპლომატიაზე, დიპლომატიური ისტორია ვატიკანსა და შეერთებულ შტატებს შორის. აქაც იმიტომ რომ ამბობენ დასავლეთი როგორც მონობლოკი, რომელიც უპირისპირდება დანარჩენ მსოფლიოს, ხო ასეა, ნარატივი დასავლეთი დანარჩენის წინააღმდეგ. სისულელეა. რეიგანამდე და პაპი ვოიტილამდე საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა. ანუ ნუნციუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იყო. იყო პაპის პირადი წარმომადგენელი, არა წმინდა საყდრის, არა სახელმწიფო ორგანიზაციის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ან პიროვნულ დომეზე. გესმით? და რეიგანი, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას საელჩოების დიპლომატიურ დონეზე აკავს, ყურადღება, რატომ? იმიტომ რომ შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დაარსებულია პროტესტანტული მილენარიზმის საფუძველზე და პაპისტები ჩვენ არ მოგწონს. გინახავთ ფილმი Mississippi Burning-ი? ნიუ-იორკის ბანდები. ნიუ-იორკის ბანდები, ჩხუბები, ქუჩაში მოკლულები, რომელსაც ასე ეძახდა პაპისტებს უწოდებდა. ირლანდიელებს. რას ამბობს ფილმში Mississippi Burning-ი Ku Klux Klan-ის ლიდერი? ჩვენ ვართ სამხრეთის პროტესტანტთა ასოციაცია, ჩვენ არ გვინდა შავკანიანები, რადგან ჩვენ განსხვავებულად ვართ შექმნილნი. ჩვენ არ გვინდა ებრაელები, რადგან ისინი ქრისტეს უარყოფენ. ჩვენ არ გვინდა პაპისტები, რადგან ისინი მუხს იდრეკენ უცხო ქვეყნის მეთაურის წინაშე. გესმით? შეერთებულ შტატებს ყავდა ორი კათოლიკე პრეზიდენტი, ბაიდენი და კენედი. საარჩევნო კამპანიის დროს. ანუ ესეთი ატმოსფერო იყო. არის საინტერესო მომენტი, რადგან აქ ამბობენ ნიუნბერგი. მართალია რომ ამერიკელებიც წავიდნენ გასაგებად, ისევე როგორც ინგლისელები, რას ფიქრობდა პაპი ნიუნბერგზე, ასეთი ტიპის პროცესებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენ დანაშაულებზე, თითქმის გადაწყვეტას ითხოვდნენ. კონტაქტები ნამდვილად იყო. წავიკითხე იმ პერიოდის ისტორიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ფილმი ამას ძალიან ამძაფრებს. ეს კი დიახ, ამას ნამდვილად აჭარბებს, მაგრამ ნამდვილად ცდილობდნენ, დიახ. არ ვამბობ რომ გადაწყვეტა იყო, მაგრამ სულ მცირე ამ ხრივ მხარდაჭერას ეძებდნენ. საინტერესოა ასევე ნახო, როგორი ურთიერთობები ჰქონდა ნაცისტურ გერმანიას ეკლესიასთან. გერმანია ეკლესიის ჩანაცვლებას ცდილობდა. პაგანური სიმბოლიკა, რომელსაც ისინი იღებდნენ, ყველაფრის ნაზავი იყო, დაწტებული ჩრდილოეთის კულტებიდან, დამთავრებული ტევტონურ კულტამდე, საკმარისია ნახო ზოგიერთი, ესე ვთქვათ, აღლუმი, სადაც ტევტონურ სიმბოლოებსაც კი იყენებდნენ და ასე შემდეგ. და მართლაც ეს მიმართულება, რომელიც გერმანიამ ეკლესიისა და კათოლიკეების მიმართ აიღო, ძალიან აშინებდა პაპს. ძალიან ეშინოდა. იმდენად რომ პაპმა არასდროს გაბედა ნაციზმის განკვეთა, რადგან ფიქრობდა, ვიცით რას აკეთებენ ებრაებთან, ხომ არ მოუვათ თავში იგივე გააკეთონ კათოლიკეების მიმართ, თუ ჩვენ პირდაპირ დაუპირისპირდებით. ამიტომ კი იდილია არ არსებობდა. აი, უფრო მეტიც ნაცისტურ რეჟიმს ჰქონდა ეს წარმართული სისხლისა და რასის კულტი, რომლის წინააღმდეგაც ეკლესია ყოველთვის გამოდიოდა. რასიზმი ვერ ეკუთვნის ეკლესიას და პაპებიც ამაზე ყოველთვის მკაფიოდ ლაპარაკობენ. ეკლესიას, რომელსაც საკუთარი თავი კათოლიკე, ანუ საყოველთაო ქვია, ხომ ასეა? პარადოქსულად, ყველაზე დიდი გაუკვირვება იყო ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ვატიკანი ხარს უჭერდა კონფედერატებს, რადგან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა კარგი არ იყო. ამიტომ სიმპათია თუ არა პირდაპირ ვატიკანის მხარდაჭერა სამხრეთის შტატებსა და სეპარატისტებს ეკუთვნოდათ. ამიტომ ხედავთ ამ გაურკვევლობებს, რადგან შენ მხოლოდ რელიგიური ორგანიზაცია არ ხარ, შენ ასევე სახელმწიფო ხარ. ამიტომ ეს ორმაგი როლი, ეს ორმაგი ფუნქცია ყოველთვის არსებობს. ნახე, კითხულობენ. ჰიტლერმა რაიმე ასპექტი არ დაადგინა. დიახ, დაადგინა. ფრანც ფონ პაპეპაჩელთან ერთად 33-ში, მაგრამ ეს უფრო იყო საუბარი. ჩვენ გაძლევთ უფლებას, თქვენი რელიგიური საქმეები აკეთოთ, თქვენ კი პოლიტიკაში არ ჩაერევებით. რაც განსხვავდებოდა იტალიისგან, სადაც შეთანხმება იყო არა მხოლოდ
ფინანსური, არამედ პოლიტიკური ხასიათისაც. იმდენად მართალია, რომ ირიქით. მაგრამ ეს მაინც საწყის პერიოდში იყო. მუსოლინი ის არის პროვიდენციის ადამიანი. პროვიდენცა, მღვდელმჭამელი, სოციალისტი, მუსოლინი, ათეისტი, ანუ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თუ არა ბოლო ეტაპებზე ხდება პროვიდენციის ადამიანი. რადგანაც მან გააფორმა კონკორდატი, რადგანაც ის იყო ბარიერი კომუნიზმის წინააღმდეგ, რაც იყო დიდი შიში. და საერთოდ ეკლესიამ ხმა არ ამოიღო მაშინაც კი, როცა რეჟიმმა განსაკუთრებით გააუქმა კათოლიკური ასოციაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სკაუთები, პარტიები. უფრო მეტიც, დონ სტურცო გაუგზავნეთ ამერიკაში. ასე რომ ფაქტობრივად გავაქციეთ. ამიტომ ფაშიზმთან ურთიერთობები ნამდვილად უკეთესი იყო, ეს უნდა ითქვას. სახელმწიფოს ასევე ყავს საიდუმლო სამსახურები, არა? და ვატიკანს აქვს ძალიან ძლიერი საიდუმლო სამსახურები, რადგან მას აქვს დაფინანსება და დიპლომატიური ოფისები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ვალდებულნი არიან რეგულარულად და სისტემატურად მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარ ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკაზე, აფრიკის ყველაზე შორეულ ქვეყანაზეც კი. ამიტომ არა მხოლოდ არსებობს ეს დიპლომატიური დაზვერვის სამსახური, არამედ არსებობს ნამდვილი საიდუმლო სამსახურებიც. იმდენად საიდუმლო, რომ მათ არც სახელი აქვთ, არც ოფიციალური სტრუქტურა, რამდენადაც ჩვენ ვიცით. ნამდვილი საიდუმლო სამსახური ხო სწორედ საიდუმლო, არა? სუბიექტი. სოდალიტიუმ პიანუმი. არსებობდა სადაზვერვო ორგანიზაციები, რომლებიც ოფიციალურად გაუქმდა, მაგრამ არასოდეს გამქრალა სულად. ასევე საერთაშორისო კანონების გამოყენებით. როგორც ეკლესიის ან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, მათ აქვთ გადაადგილების ბევრად მეტი შესაძლებლობა ვიდრე სხვებს. მათ არ აჩერებენ, არ ამოწმებენ, ხელახლა არ უმოწმებენ პარკს და მსგავს რაღაცებს. ამ მხრივ თითქმის დიპლომატები არიან. ამიტომ ისინი ნამდვილად შეძლებდნენ სხვადასხვა გზებით გადაადგილებას და ხშირად ინფორმაცია გადიოდა ეკლესიის წარმომადგენლების მეშვეობით, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც რაღაც ხდებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენს ადგილას თუ ეს საკითხები გაინტერესებთ, ერიკ ფრატინის ამ წიგნს წავიკითხავთ. მით უმეტეს, რომ ამ თემაზე, ვატიკანის დაზვერვაზე, წიგნები ცოტაა. და ამ ცოტას შორის ბევრი სენსაციონალისტურია. ამ საქმე მიდის რეპტილოიდებამდე, შეთქმულებებამდე, ან დავინჩის კოდამდე. ეს არის სერიოზული წიგნი, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ დაზვერვაზე მსოფლიოში. რატომ? ციტირებ ალდო ჯანულს, საიდუმლო სამსახური, როცა კარგად მუშაობს, მას გაზეთებში ვერ წაიკითხავ. დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ იტალიური საიდუმლო სამსახურები უკეთ მუშაობენ, ვიდრე ფრანგული, ინგლისური ან ამერიკული. ალდო ჯანული. დაძაბულობის სტრატეგიის ექსპერტი. მარჩინკუსის, კალვის, ბანკო ამბროსიანოს, სინდონას შესახებ ის იყო სტაჯის კომისიაში, ვერიფიკარესთან ერთად, ის იყო სტაჯის კომისიაში. ყოველთვის ძალიან მეცინება, როცა აქ ყვება ანეკდოტს, რომ მან წიგნი გაუგზავნა ანდრეოტს წერილთან ერთად, ხო, ასეა. და შემდეგ ანდრეოტიმ უპასუხა. ხედავთ, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ბარიკადის საპირისპირო მხარეს ვიყავით, სწორედ ამიტომ წავიკითხავ მას. ანუ ანდრეოტი პასუხობდა და არ პასუხობდა, ხო ასე. ეს მისი სტილი იყო, ანდრეოტის ტიპური ხუმრობები, ხო ასეა. ანუ ალდოს აზრით ის ბარიკადის საპირისპირო მხარეს იყო. ანდრეოტის აზრით კი, რადგანაც თქვენ ამტკიცებთ, ფიქრობთ, რომ ბარიკადის საპირისპირო მხარეს ვიყავით. ასე რომ ის არ აჩვენებს, რომ მხარეს იყო, ზუსტად. აბა, ზუსტად, სხვა სამყარო, სხვა სადაზვერვო სამსახურები, სხვა კულტურები, სხვა პერსონაჟები. აი, ადომ აღმოაჩინა თავისი არქივარიუსის და სტაჯის კომისიის კონსულტანტის მუშაობით დაფარული საიდუმლო სამსახური, რომელიც მოქმედებდა. ყავდა თავისი პოლიტიკური რეფერენტები და მთავარი პოლიტიკური რეფერენტი იყო ჯულიო ანდრეოტი. ეს საიდუმლო სამსახური თავის ისტორიებს არამხოლოდ მოროს საქმეს უკავშირებს, არამედ მთელი რიგი სხვა იტალიური საიდუმლოებებიც დაკავშირებულია დაძაბულობის სტრატეგიის პერიოდთან. ეს ცნობილი სამსახური
და შესაბამისად ასევე დაკავშირებულია მამა ზუკას ისტორიებთან, რომელიც მილანის ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. დაკავშირებულია ამ შუა სამყაროსთან, სადაც იტალიის ფარული დაზვერვა იკვეთება ქრისტიანულ დემოკრატიულ წრეებთან, ფინანსურ წრეებთან და ვატიკანის წრეებთან. შესაბამისად, ამ წიგნს მე გავეცანი, ალდო კი გაცილებით მოგვიანებით გავიცანი, მაგრამ ამას გულისხმობ მარკო ტრავალიოს წყალობით. მარკო ტრავალიო საუბრობთ 12-14 წლის წინანდელ პერიოდზე. მან გააკეთა სიუჟეტი, სადაც ხვებოდა ალდო ჯანურის დასაცავად იმაზე, რომ მან იპოვა ეს საქაღალდეები დოკუმენტებით ერთ კარადაში და ამის გამო ცდილობდნენ საჯაროდ გაიშავებინათ, სწორედ იმიტომ, რომ მან იპოვა რაღაცები, რაც ალბათ არ უნდა გამხდარიყო საჯარო. ამიტომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აუდოზე გავიგე მარკო ტრავალიოს სიუჟეტიდან. ეს არ უნდა გამხდარიყო საჯარო. ან იქნებ უნდა გამხდარიყო, დრო იყო შესაფერისი და ალდოს სწორი მიმართულება მისცეს. შემდეგ მან ის დოკუმენტები კარგად წაიკითხა და შეისწავლა. ამიტომ თქვენს კითხვებზე, საინტერესო თემებზე სერიოზულ საკითხავებს გთავაზობთ. რადგან როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, მეგობრებო, ერთი წამია და შეიძლება დავასრულოთ როგორც დავინჩის კოდში. ამიტომაც შეგიძლიათ გაერთოთ თუ საიდუმლოების გემო გაქვთ სერიოზული წიგნების კითხვითაც კი ოპერაცია გლადიოს მხარდაჭერა და შემდეგ კომუნისტური შეჭრა. ეხლა ვატიკანი არ ამბობს. არსებობს ოპერაცია, რომელსაც ოპერაცია გლადიო ქვია, მე მას უჭერ მხარს. იყო Stay Behind-ის ქსელები, CIA-ის ოპერაცია, რომელიც დასრულდა და შემდეგ საკმაოდ მალე სხვა რამ გაკეთდა. შემდეგ კი სწორედ გარჩევით, ან განტვირთვით და მოქნილი პასუხის დოქტრინით. ვატიკანი თითქმის დარწმუნებით, უბრალოდ ნამდვილად იცოდა, რომ Stay Behind-ის ქსელები არსებობდა. მაგრამ ამერიკელები არ ამბობდნენ, ვატიკანი გვიჭერს მხარს, ამიტომ ამას გავაკეთეთ. არა, ეს იყო ამერიკული ოპერაცია მთელ ევროპაში, ვატიკანი ამის შესახებ იცოდა, ნამდვილად არ ეწინააღმდეგებოდა, რომ ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის ქსელები არსებობდა ევროპაში. როგორ შეიძლებოდა ამის წინააღმდეგი ყოფილიყო? აი ესე. ამიტომ, რადგან ანდრეოტი იდგა სატყეოების გადატრიალების უკან, ამერიკული ზარი, რომელმაც ყველაფერი შეაჩერა და ასე შემდეგ, შავი პრინცი, ნაწილები. Stay Behind-ის ნაწილები, ესე ვთქვათ, ებმება სწორედ ცნობილ სამსახურთან. ასე რომ, ვატიკანში მიდიხარ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვემოთ წყაროებია მითითებული, ჩემი აზრით, თუ ეს თემები მოგწონთ, ეს წიგნებია წასაკითხი. ბოლო 2 სლაიდი. როგორია რელიგიური ფენომენის მომავალი? რაც ადრე ვთქვით, ერთი მხრივ არის ტერიტორიები, სადაც ათეიზაცია მიმდინარეობს. პარადოქსულად, ეს არის სოფლიოს ის ტერიტორიები, სადაც რელიგია ნაკლებად ძლიერია. პარადოქსულად, ეს არის ის ტერიტორიები, სადაც სოციალური კეთილდღეობა და განვითარება ყველაზე მაღალ დონეზეა. დიახ, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ ასევე არსებობს ტენდენციები რაციონალიზმისკენ. მაგალითად, პროტესტანტული სამყაროს ნაწილებში, სადაც შესაბამისად ცხოვრების დიდ კითხვებზე ნაკლებ პასუხებს იღებ. ამბობენ, რომ არ არსებობენ ათეისტები არც სანგრებში, არც ჩამოვარდნის პირას მყოფ თვითმფრინავებში. ხო ასე. ამიტომ ჩინეთში ხედავთ დაბრუნებას სოციალურ თვალსაზრისით ჩანს, რომ ქვეყნებში სადაც უფრო მაღალი განვითარებაა, სადაც უკეთესად ცხოვრობენ, მეტი სოციალური უზრუნველყოფა, მეტი განათლება და ასე შემდეგ, სწორედ ისინი არიან უფრო მეტად ათეისტები. ამიტომ ადამიანის რწმენა ან უწუნოება დამოკიდებულია იმ კეთილდღეობასა და საზოგადოებაზე, რომელშიც ის ცხოვრობს. დიახ, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ფაქტორია. მაგრამ გავიმეორებ, ასევე არსებობს ფაქტორი, თუ რამდენად შეუძლია მას უპასუხოს შენს კითხვებს. მეორე მხრივ, შემდეგი სლაიდი, საღამოს ბოლო. შეხედეთ სად, შეხედეთ მუსლიმურ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ უკავშირებთ ჩამორჩენილობას, რელიგიურ ფანატიზმს და ასე შემდეგ. როგორ იზრდება არარელიგიური ადამიანების პროცენტი. სადაც იძულებაა ხალხი გარბის. თუ შენ ათეიზმს მახვევ თავს, როგორც ზოგიერთ კომუნისტურ ქვეყანაში, ხდება რელიგიაში დაბრუნება.
თუ შენ ისლამის გაგოლ ხედვას მახვევ თავს, ხდება გაქცევა ასეთი მკაცრი და მკაფიო იძულებისგან. მაშ ამ ყველაფრიდან რა შეგვიძლია გამოვიტანოთ? რელიგია იმარჯვებს იქ, სადაც არ არის თავსმოხვეული, სადაც არჩევანია, სადაც არ წარმოადგენს სოციალურ კონვენციას და სადაც გაძლევს პასუხებს. დღევანდელ ადამიანს ბოლოს მაინც აქვს კითხვები: სად მივდივართ, საიდან მოვდივართ, ვინ ვართ ჩვენ? ის ცნობილი შესავალი. რელიგია უნდა იყოს როგორც დემოკრატია, ვერავინ ვერ მოგახვევს თავს ზემოდან. დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფაა. დამყარებული დემოკრატია არ არის თუ გინდა, ხო ასეა, ზემოდან თავს მოხვეული და ასე შემდეგ. იგივეა. ეგ რაღაცა ჟულიენრის მაიმუნია, ხო ასე. რომელიც იძენს სწორ პოზას და ხედავს ცას. ეს არის მთავარი აზრი, რაც ამ საღამოდან სახში შეგიძლიათ წაიღოთ. რელიგიური ფენომენი იცვლება, მაგრამ რჩება. რადგან როგორც ანთროპოლოგების თეორიები ამბობენ, ეს ადამიანის ბუნების ნაწილია. ჩანს, რომ დროთა განმავლობაში ტენდენცია არარელიგიურობისკენ მიდის. რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს ბუნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაძლოა, მე ყველაფერი იცვლება. კონფლიქტები კი, როგორც წესი, ბევრად უფრო სწრაფად გვიბიძგებს, რომ რაღაც ვირწმუნოთ. სინამდვილეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1991 წლიდან კომუნისტური რეჟიმების დაშლის შემდეგ სტატისტიკურად დიდი დაბრუნება მოხდა რელიგიაში. იმ ისტორიულ ეტაპზე. ვიმეორებ, ეს ისტორიულ ეტაპებზეა დამოკიდებული. მაგრამ იქ ყოველთვის იძულებითი ფენომენია. იქ ხალხი იძულებული იყო, რომ მას შეეძლოთ რა, გასაკვირია, სადაც ნულოვანი იყო, უცებ რელიგია გამოჩნდა. ეხლა შეიძლება გააკეთო ან არ გააკეთო, იყო ან არ იყო, ყველაფერი იცვლება, რადიკალურად იცვლება. დიახ, ჩანს რომ ეს ზოგადი ტენდენცია, ეს სწორედ იძულებითი ფენომენია. შენ მაიძულებ არ ვიყო ეს, მაშინ მე ჯიბრზე ისევ ვიბრუნებ მას. ზუსტად ასეა. ის ფენომენი, რომელიც ცოტა ბრაზიცაა, შურისძიებაც და ასე შემდეგ, ნელა მშვიდდება. ნელ-ნელა მშვიდდება, მაგრამ კიდევ ერთი რამ არის, ვიმეორებ კითხვები. ანუ ერნესტო დე მარტინო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იტალიელი ანთროპოლოგი. სიკვდილი და რიტუალური გლოვა. მაგიური პრაქტიკები, მადლობა. გაფართოებით, ასევე რელიგიური პრაქტიკებიც, ის მარქსისტი იყო, ამიტომ ისინი გავრცელებულია იმ მომენტებში, როცა გონია, რომ შენ ცხოვრების კონტროლი არ გაქვს და ცდილობ ისევ დაიბრუნო იქ. დიახ, მირკო, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ათეიზაცია მიმდინარეობს. მაგრამ ნახე რამდენი ადამიანი კითხულობს ჰოროსკოპს. ან რამდენი არაფორმალური სულიერების ფორმა. კი, არის. ამის მოთხოვნილება ყოველთვის არის და ყოველთვის იქმელთვის იქნება, რადგან ადამიანს არასოდეს აქვს სრული კონტროლი საკუთარ არსებობაზე. მართალია ისიც, რასაც უინტერი ამბობს, ანუ ადამიანები შეიძლება შორდებიან უფრო ვთქვათ ჩამოყალიბებულ მყარ რელიგიებს, რომლებსაც ისტორია აქვთ. მაგრამ ამის ნაცვლად ჩნდება საინტოლოგია და კიდევ უამრავი სხვა რამ. შეიძლება უფრო დანაწევრებული, უფრო მრავალფეროვანი, New Age-ზე დაფუძნებული, სხვადასხვა რელიგიურ მოძრაობებზე დაფუძნებული, ან ვიღაცაზე, რომელიც თითქოს აქ კოსმოსური ხომალდით ჩამოვიდა, არა, იქ საინტოლოგიის ამბავია. იმპერატორი ქსენუ. გონია, რომ ეს შუდად დაწერილი რომანია, რომელიღაცა მესამე დონის მსახიობის მიერ. რონ ჰაბარდი, სამეცნიერო ფანტასტიკის რომანების ავტორია. რონ ჰაბარდი, სწორია, საინტოლოგიის დამფუძნებელი. არა, მაგრამ ნახე, ისტორიული ეპოქები, რომლებსაც ჩვენ უკავშირებთ რაციონალობისა მეცნიერების ტრიუმფს, ასევე არის მაგიის ეპოქები, როგორც რეაქცია. ასე წოდებული რენესანსი, რომელიც შუა საუკუნეებსა და ახალ ეპოქას შორის გარდამავალი პერიოდია, იყო ჯადოქრების ეპოქა. პიკო დე ლა მირანდოლადან, რომელიც კაბალათი იყო დაინტერესებული, ჯონ დინდე, რომელიც ნამდვილი ჯადოქარი იყო, არა? განმანათლებლობის ეპოქა წარმოიდგინე, რაციონალობა, მეცნიერების ტრიუმფი, იყო სექტების გავრცელების ეპოქა. ეს იყო კალიოსტროს გრაფის ეპოქა, თუ არ ვცდები ნიუტონი იყო ადამიანი, რომელსაც აინტერესებდა პარალელური საზოგადოებებითაც, ანუ მასონობით და ასე შემდეგ, როგორც ალტერნატივა. ამიტომ ეპოქები, რომლებიც თითქოს რაციონალიზმის ეპოქებია, ანუ ჩვენ დღეს ცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და საინტოლოგების ეპოქაში. კალიფორნია. კოსმიკური
შეგვიძლია ტექნოლოგიის კულტზეც ვილაპარაკოთ, არა? იმიტომ რომ ისიც უკვე კულტად იქცა. ის აუზაური რაც ხდება ფედოროვს, სირსკის და სხვებს შორის, იმიტომ რომ ის მაინც ძალიან ბევრს იღებს იმ სკოლიდან. ასე ვთქვათ, სილიკონის ველის, სადაც პრაქტიკულად ყველა ადამიანის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ხელოვნური ინტელექტით, ტექნოლოგიით, ინტერნეტთან კავშირით და ასე შემდეგ. ესეც ხდება დოგმატური ხედვა, სადაც ეს ყველაფრის წამალია. ზუსტად ასე. ამიტომ საკითხავია, როგორ პოულობთ პასუხს ამ კითხვაზე, მაგრამ მაინც ადამიანს აქვს ფენომენისა და რელიგიურობის მოთხოვნილება. ეხლა ვეძებ, მინდა ჩატში ჩავიგდოთ, არ მიფიქრიეთ ციგნების წყაროებში ჩამერთო, მაგრამ ჩემი აზრით იმსახურებს, რადგან ვახსენე და ბევრჯერ ვახსენე ჯულიარი, შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი ყველა ტექსტი, ჩატში ჩაგიგდებ, ერთს მაინც ჩაგიგდებთ, საინტერესოა, მინდა გარდაუვალია. და მერე შეიძლება ერნესტო დე მარტინოც ჩაგიგდოთ. რიტუალური ტირილი იქნება გამოცემა, რადგან ეს კლასიკაა, ესე სიკვდილი და რიტუალური ტირილი. სამბლოვიარო გოდებიდან მარიამის ტირილამდე. ორივეს ჩაგიგდებთ ჩატში. გეკითხებიან, სად შეიძლება მათი პოვნა. გეტყვით, ზოგჯერ ციგნები, რომლებიც ძნელად იშოვება, მოძებნეთ eBay-ზე, Subito IT-ზე, მოძებნეთ მეორადი, მე ზოგჯერ უცნაურ რაღაცებს ვეძებ, ასე რომ მაგრამ ნახეთ ჩატში ჩაგიგდეთ. ჩაგიგდეთ ჩატში არის დე მარტინო, აი შემიძლია ჯადოსნური სამყარო ჩაგიგდოთ, უკვე იბსდან ჩაგიგდეთ, რომ იქიდან შეუკვეთოთ. ეს არის რელიგიათა ანთროპოლოგია. ასე რომ აქედან შეიძლება იყოს, ნახე, ცალკე საუბრის თემა, იმ აზრით, რომ აქ რელიგიაზე და რელიგიაზე ვსაუბრობთ. მაგრამ არა ისე, რომ ნაციზმის დროს არ ცდილობდნენ სხვა რელიგიის შექმნას. ყოველთვის იყო გერმანულ სამყაროში ოკულტიზმის ნაწილი. ეს ძალიან დიდი იყო. ექსპედიციებს აგზავნიდნენ ნეპალში, რომ გაეგოთ რა იყო ეს. ახარტი, ლაგალატია, მიწისქვეშა სამეფო. ანუ თუ ის რელიგია არ არსებობს, რაღაც მისტიკური უნდა შექმნა, თავად უნდა შექმნა, ზუსტად. შეიძლება კიდევ უფრო გიჟური, უფრო აბსურდული, კიდევ უფრო ნატლებზე დაფუძნებული და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ერთს მეორით ცვლი ვერ ახერხებ მის გარეშე ყოფნას. კომუნიზმი, რომელიც რელიგიად იქცევა, პიროვნების კულტის შექმნა, ძალაუფლების მქონე ადამიანების გაღმერთება, რომლებიც ჩამოდიან მეფეებიც კი ამას ეკრნობოდნენ, არა? მეფერისთვის მართავდა, არა? ღვთიური უფლებით მართავდა, ხო ასეა? ხშირად. ასე რომ ბოლო ეტაპი უკრაინა უკრაინის ომში ნახეთ, როგორ გახდა უკრაინის შიდა მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური, როგორ გამოეყო რუსულ ეკლესიას და ასე შემდეგ. საინტერესოა, როგორ უჭერს რუსული მხარე ომს მხარს, როგორ არის ძალიან ჩართული ამ საკითხში, რადგან ჩვეულებრივ სხვა რელიგიები ცდილობენ ცოტა მოშორებით იდგნენ. თვითონ პაპიც კი მეორე მსოფლიო ომის დროს მაინც ერიდებოდა ამის განდიდებას, ან იმის თქმას, რომ რაღაცები კარგად გაკეთდა და გამართლებული იყო. ხო ასე. იყო აშკარა უხერხულობა ამ სიტუაციებთან დაკავშირებით. ეხლა კი სულ მცირე რუსულ სამყაროში ჩანს სული შეკულობა. მიდიან, ნათლავენ და ასე შემდეგ ატარებენ რიტუალებს. იგივე პუტინი ეძებს და იღებს ამ ყველაფერს. თვითონაც მიდის კიდევთან ერთად. არ გონია, რომ ის ძალიან რელიგიური იყო. თუ 20 წლის წინ დავაკვირდებით, ის ასე ხშირად არ ჩნდებოდა რელიგიურ საკითხებში. ამიტომ საინტერესოა, როგორ ხშირად ძალაუფლების მქონე ადამიანები ამბობენ, კარგი, რწმენაც ვჭირდება, ესეც ვჭირდება. წინსვლისთვის. ზუსტად ეს ინსტრუმენტი. და საინტერესოა, რომ იმ კუთხეში საბერძნეთია უკრაინა, რუსეთი, ხო? და მათ აქვთ ქრისტიანობის ტიპი, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვებისგან. მათი რისკი, დიახ. მართლმადებლური ეკლესიები ისტორიულად ეროვნული ეკლესიების ბუნებას ატარებენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ ძალასთან. ბიზანტიური ცეზარო პაპიზმის დროიდან. აი ეს არის.
ეკლესია არის სახელმწიფოს აპარატი ბიზანტიურ მართლმადიდებელ აღმოსავლურ სამყაროში. დასავლურ სამყაროში კათოლიკურმა ეკლესიამ იმპერიასთან ბრძოლა გამართა, ინვესტიტურის ბრძოლა და ისინი გაიკარნენ, რომ პაპს არასოდეს სურდა პოლიტიკურ ძალაუფლებას დაქვემდებარებოდა, არამედ მასზე მაღლა დამდგარიყო. ამიტომ მიზნების ეტეროგენეზის შედეგად კათოლიკური ეკლესიის ამ ძალმომრეობისგან წარმოიშვა სახელმწიფოს სეკულარული ხასიათი. რადგან ეს იყო განქორწინება. ეს არის მთავარი საკითხი. ზოგჯერ ისტორია ისეთ ხუმრობებს გიბრუნებს. მე მილკო თუ წინააღმდეგია ხარ, გაძლევ უფლებას ზუსტად კითხო მართალი ხარ მორგანო. აბსოლუტურად. გემშვიდობები, რადგან ჩემთვის უკვე მართლა გვიანია. დიახ, ლინკს ვამატებ, ლინკი დავამატე. შენს პრეზენტაციას. ჩატში ორი წიგნი ჩავაგდე, უბრალოდ დასასრულებლად, რადგან მან ისინი ახსენა, მირჩია ელიადეს, ბოლატის და ბორინგიერის. რელიგიების ისტორიის ტრაქტატი და მითი, სიზმარი და რეალობა. სადაც იქ სწორედ ამ საკითხზე საუბრობს. ანუ რელიგიურობაზე, რომელიც მე-20 საუკუნის დიქტატურებმა შეითვისეს. მაშ დიდ მადლობას უხდი პრეზიდენტ მადალუნოს. შენ ალბათ შევხვდებით 22-ში და შემდეგ 25-ში, რადგან რაღაცები ხდება, შეხვედრებია, არავინ იცის დარჩება სირსკი თუ შეცვლია. სარწმუნოების საკითხი უფრო დიდ პრობლემად იქცევა, ვიდრე ჩანდა. შემდეგ მე შეგულებაში წავალ 25-დან 30-მდე, მაგრამ მე მაინც შევძლებ უცხოეთიდანაც ჩართვას, რომ ლაივები გავაკეთო, ასე რომ აუცილებლად 1-28-ში ლანძარასთან ერთად ჩავატარებ, რადგან თქვენ ითხოვეთ, მე თქვენთვის თხოვნა დაგიკეთეთ. ეფეს 17-ზე და შემდეგ 30-ში, 31-ში დავბრუნდები. მაშ ასე, ყველას მადლობა. მაგრამ ცოტა პიკანტურობას ხო არ დავამატეთ, შემოდგომაზე რა გამოვა არ ვეთქვით. შეიძლება. არა, მაგრამ იციან, უკვე ვილაპარაკე ამაზე, ხო. გამოვა წიგნი მონდადურისთან ერთად, ჩემთან, კაპიტინისთან, მადალუნოსთან, ლანძარასთან, ბატისტესასთან, პოლიქიენისთან. ეს არის გეოპოლიტიკის წიგნი მსოფლიოს სცენარებზე, სადაც აიხსნება ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება. სათაური ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ რაღაცა მსგავსი იქნება, მაგალითად მსოფლიო ქაოსის ატლასი მსოფლიო ფრონტზე, ანუ გზა, რომლითაც შეიძლება წავიკითხოთ ყველა ის არეულობა, რაც არსებობს. მაშ ყველას მადლობა, ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა.